მოგესალმებით, ვანახლებთ მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. სანამ სხდომას გავხსნით, მე მინდა ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნებასურვილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არაერთი წელი. ვთვლი რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს. ასეთია მისი ნებასურვილი, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია, თუმცა ჩვენი ვალია რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემის განხილვას, თუმცა მოწვეული პირებიდან გამომდინარე ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ, ვინაიდან დღეს ჩვენ რიგით მეორე პირად მოусმენთ მაშინდელ გუბერნატორს მცხეთა-მთიანეთში ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, მანამდე კი ჩვენ მოусმენთ ბატონ გელა შერმადინს, რომელიც თუ მოგძანდა ვთხოვთ რომ შემოგძანდეს დარბაზში. მოგესალმებით, ბატონო გელა, დაბრძანდით. ბატონო გელა, მადლობა მოგზანებისთვის. სანამ საუბარს შევუდგებოდეთ, თქვენს წინ არის დოკუმენტი, რომელსაც სამდინოსთან ერთად თქვენ მოასწარით და გაეცანით. ეს გულისხმობს გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წინაშე განზრახ ცუახსნა განმარტების მიცემა კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება ან პასუხზე უარის ჯება სისხლის სამართლის წესით და გთხოვთ ამის დასტურად თქვენ რომ ამის შესახებ იცით ხელი მოაწეროთ მოცემულ დოკუმენტს. მადლობა. ბატონო გელა, თქვენ დღეს სად მუშაობთ და რა ფუნქციები გაქვთ ეს რომ გითხრათ მოკლედ. მოგესალმებით კალათონთია, მოგესალმებით თითოეულ კომისიის წევრებს. მოგახსენებთ დღეს მდგომარეობით მე მუშაობ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლად. უკვე 2 წელია, 2 წელი და 2 თვე არის, რაც ოფიციალურად ვასრულებ ამ მომავლობას. მანამდე მე მუშაობდი, მანამ ამ პოზიციას დავიკავებდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ვიყავი ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი საჯარო რეესტრის და ძირითადად ცხოვრობდი ახალგორში, ვარ ადგილობრივი და ჩემი ოჯახით ვიყავი მთლიანად ახალგორში. ახალგორი დავტოვე 2008 წელს ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე. გასაგებია. შესაბამისად ახალგორი თქვენი სამშობლოა, ასე რომ ვთქვათ, ის ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობდით, საქმიანობდით და უცხო არ არის არც ის ტრაგიკული მოვლენები, რაც მის გარშემო 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და განვითარდა. სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო სხვებს შორის და თუ შეიძლება, ვინაიდან ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს 10 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში გითხრათ
ახალგორთან მიმართებაში იყავით რა თქვენ იქ რა მოვლენები ვითარდებოდა 2008 წლამდე 2008 წლის ზაფხულში რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს თუ ასეთი გაგვიჩნდება გთხოვთ დავიწყებებით მიქალოთონთია რომ მოგეხსენებათ ახალგორის რაიონი მუნიციპალიტეტი ადრე კომუნისტების დროს 1922 წელს ლენინგრადად წოდებული შედიოდა სამხრეთ ოსეთის ოლქში. ახალგორი კარგად იცით სადაც არის ტერიტორიულად ძალიან ცხინვალის რეგიონი ცხინვალი არის ძალიან მოშორებით ტერიტორიულად და რატომღაც ადრეც ალბათ ესე მოხდა რომ იმისგან გამომდინარე რომ ალბათ ოლქი შეექმნათ ესეთი თქმულებებია რომ ოლქი რო შექმნილი იყო და დაკმაყოფილი იყო მოსახლეობისა და ტერიტორიის რაოდენობით ჩვენი ახალგორიც სუფთა ქართული ქსნის ხეობა შეიყვანეს მაშინდელ ოლქში და ვიყავით რა თქმა უნდა კომუნისტების დროსაც 70 წლის განმავლობაში ვიყავით ამ ოლქში მოგეხსენებათ ახალგორში ძალიან ეთნიკურად ოსები ცოტები ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველები და ოსები იმ თავიდანვე საუკუნეებია ერთად ცხოვრობთ, ერთად ვიყავით, გვაქვს ძალიან ბევრი შერეული ოჯახები, ნათესავები, არანაირი პრობლემა, კონფლიქტი არ ყოფილა არასდროს, არც 90-იანი წლების ომის დროს და არც მის შემდეგ და არც დღეს. ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ერთმანეთში, ცხოვრობენ დღესაც და არიან ჰარმონიულად. არანაირი პრობლემები არ ყოფილა. შემდეგ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, 91 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტი იქ ეროვნული მოძრაობა იყო მოგეხსენებათ, როდესაც ეროვნული მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენთან მოსახლეობა მოითხოვა, რომ ახალგორი რა თქმა უნდა გამოყოფილიყო ამ ოლქის შემადგენლობიდან და ცალკე მუნიციპალიტეტი ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა. იყო ასე ჩვენ ესე ცხოვრობდით ერთმანეთში, ვაგრძელებდით ცხოვრებას. შემდეგ 95 წელში მე როგორც მახსოვს კი ესე იყო, როდესაც ედვარდ შევარდნაძის პერიოდში სამხარეო ადმინისტრაციების შექმნა, ანუ გუბერნიები წოდებული გუბერნიები როდესაც შეიქმნა, ჩვენი მუნიციპალიტეტი რაიონი შევიდა ამ ცხეთამთიანეთის ხარეში 95 წელს. ცხეთამთიანეთის ხარეში ვიყავით და ეს ლოგიკურიც იყო, ტერიტორიულადაც უფრო ცხეთამთიანეთი მიეკუთვნება უფრო ახლო და ერთად ვიყავით, იცით რომ ქსნის ხეობა, არაგვის ხეობა, აქეთ ყაზბეგი და ისინი მაინც ერთი მხარეა. მთლიანობაში, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით საქმიანობას, ცალკე 12 წლის განმავლობაში ვიყავით ესე ერთად. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა შემდეგ, მოგეხსენებათ ნაციონალების მოსვლის შემდეგ 2004 წლიდან უფრო სწორად 2007 წელს მოხდა ჩვენ და გასაოცრად და არ ვიცი ერთპიროვნულად ალბათ ვიღაცის გადაწყვეტილებით ერთპიროვნულად ვიძახი იმიტომ რომ აბსოლუტურად მოსახლეობის კითხული იქ არ გახდა ჩვენ სადმო ყოფილიყავით და ჩვენ შევიტყვეთ ისე საიდანღაც შევიტყვეთ რომ თურმე ახალგორის მუნიციპალიტეტი გააუქმეს, გამოყვეს და ისევ ახალ შექმნილ ადმინისტრაციას, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაცია შექმნეს, ალტერნატიული ადმინისტრაცია და შეგვიყვანეს იქ. ამან გამოიწვია მე მახსოვს მუშაობდი მაშინაც ერთ-ერთ თანამდებობაზე და ცენტრალიზებული დაფინანსებისა და დაქვემდებარებაში ვიყავი მე საჯარო რეესტრის, მაგრამ გამოიწვია მოსახლეობაში ძალიან უარყოფითი ზემოქმედება. ადამიანები იყვნენ, რომლებიც გამოთქვამდნენ პროტესტს, უნდათ მიტინგების მოწყობა, მაგრამ რატომღაც ეს ჩაიანენელა უკვე ეს სულისკვეთება ვიღაცებიდან გამომდინარე და ისევ ჩარეულები იყვნენ, მოგეხსენებათ მაშინდელი არ გაუჭირდებოდათ მაშინდელ ხელისუფლებას ამისი ჩაფარცხვა, გააჩერეს ხალხი და გაჩერდა. ბანოგელა, ბოდიში, თქვენ 2007 წელს როცა ახალგორი ცხეთამთიანეთს წართვეს, ასე ვთქვათ.
მაშინაც მუშაობდით საჯარო რეესტრის კი, მაშინ მუშაობდი მე. და უშუალო შეხება გქონდათ მოქალაქეებთან და აქედან იცით რომ იყო სერიოზული უკმაყოფილება. კი, სერიოზული უკმაყოფილება იყო მოსახლეობის. არავინ არ იცოდა არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უთხრა მოსახლეობას რომ რატო ხდება ეს, რისთვის კეთდება. სრული ის იყო რა, ინფორმაცია არ ქონდა არანაირი მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით. შეიქმნა ამასთან ეს, როდესაც გავიგეთ რომ ჩვენი შეგვიყვანეს, მე მალევე 2007 წელში იმ ზაფხულში ჩაატარეს რაღაცა ეგრეთ წოდებული არჩევნები იყო, საპრეზიდენტო არჩევნები იყო სხვათა შორის, მე მახსოვს რომ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ალტერნატიული პრეზიდენტი აირჩიეს, დიმიტრი სანაკუევი, რომელიც გუშინ რომ იყო აქ განხილვაზე. და მახსოვს რომ პრეზიდენტი ერქვა მის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა დიახ ახალგორშიც რამოდენიმე უბანი იყო გახსნილი და იქ ჩაატარეს არც ეგ არ იცოდა მოსახლეობამ რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იყო რაღაც ოფიციალურად ესეთი რაღაცა უცებ დადგეს რაღაცა სცენარები და ჩატარდა ასე ვთქვათ არჩევნები და აირჩიეს პრეზიდენტად. როცა ეს არჩევნები ჩატარდა, ახალგორი უკვე შედიოდა ამ ოლქში თუ ჯერ არა? თუ ჯერ კიდევ მცხეთა-მთიანეთში? უკვე ცნობილი იყო, ეს გადაწყვეტილება უკვე ფაქტიურად მიღებული იყო, მე როგორც ვიცი რომ შესულები ვიყავით და მე ჩაატარეს არჩევნებიც და ოფიციალურად გააფორმეს ამ არჩევნებით იქ ჩვენი შესულა და მე გამოიცა მგონი პარლამენტის დადგენილებაც და პრეზიდენტის გადაწყვეტილების ძალებულებაც რომ ახალგორი ოფიციალურად გამოეყო მცხეთა-მთიანეთს და შევიდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთიაში ახალ ადმინისტრაციაში და ფაქტიურად ჩვენ და ყველანაირად იუდულად წეგან როგორც აღნიშნე ახალგორი იყო მცხეთა-მთიანეთის მხარეში ესენი ეს რუკებიც დღესაც არსებობს დამტკიცებული რუკები და ეხლაც ადმინისტრაციის შენობაზე რუკაზე ახალგორი ეხლაც დაფიქსირებულია როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარეში. შემდეგ მე რასაც უყურებდი ამ მოვლენებს როდესაც შეიქმნა ეს ადმინისტრაცია და ქურთაში განთავსდა ეს ადმინისტრაცია შენობა ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებაც იქით შეხვედრებზე იქ მიდიოდნენ, იქ იბარებდნენ, ხდებოდნენ, თათბირობდნენ იქ მოგეხსენებათ რომ იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაცია და ყავდა თავიანთი მინისტრები და სხვადასხვა სფეროების და კუთხეების მიხედვით იქ აკეთებდნენ თათბირებს და თათბირობდნენ სხვადასხვა საკითხებზე და ჩადიოდნენ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებაც რა თქმა უნდა მათთან კომუნიკაციები ჰქონდათ. შემდეგ მინდა გადავიდე ალბათ 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იყო, არ განვითარებულა, ტყვიაც კი არ გავარდნილა, არც წეღანაც აღნიშნე რომ არანაირად კონფლიქტი არ მომხდარა იქ ოსსა და ქართველს შორის და არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო იქ შემოსული. უბრალოდ, როდესაც 8 აგვისტო მოხდა, 9-ში, 10-ში შემოვიდნენ ჩვენი სამხედრო დანაყოფები ხეობაში, მოსახლეობის ალბათ დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მაინც მთებიდან არ გადმოსულიყენ, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ფაქტიურად ახალგორში გზა არ იყო შემოსასვლელი, რომ ტრანსპორტით შემოსულიყვნენ ან მანქანებით შემოსულიყვნენ, ერთადერთი გზა იყო ეგრეთ წოდებული ზაყურის ხეობიდან, ყანჩევიცის მხრიდან გადმოსასვლელები იყვნენ, სადაც მაღალი გამავლობის მანქანები გადმოდიოდნენ, თორე სხვანაირად პატარა მანქანები კი არა, ტანკებიც ვერ გადმოიყვანეს ისე და ბეტერები და ისინი. ჩვენთან შემოვიდნენ უკვე ახალგორში ამ პერიოდში, როდესაც ზაფხულის პერიოდი იყო და ქსნის ხეობა მთლიანობაში სავსე იყო დამსვენებლებით, ხალხი ძალიან ბევრი იყო, ძალიან ქაოსური და ქაოტური სიტუაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული თუ რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამ პანიკურ სიტუაციაში მოსახლეობა ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე ღამე გადიოდნენ ტყეებში და მინდვრებში გადყავდათ მოხუცები და ბავშვები და იქ აფარებდნენ თავს რომ რაღაცა უცებ ღამე არ მოხდარიყო შემოსვლა და რაღაცა ისეთი ის არ განვითარებულიყო მოვლენები
ჩვენთან ახალგორში ფაქტიურად რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ცეცხლშეწყვეტის შესახებ. და ჩვენ არც გეგონა რომ შემოვიდოდნენ უკვე აქ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ მოხდა რომ შემოვიდნენ, არავინ არ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებული არაფერი. უბრალოდ რომ ტელევიზიაში ცნობილი ფაქტი არის, თქვენ იცით ეს რომ იგუეთა რომ გადაკეტილი ქონდათ ჩვენ საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგუეთიდან მე ეს ბტრ-მა რომ გაარღვია და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და ამოვიდნენ, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში, ხერგილი ქვია ესევე ეძახით ჩვენ და სოფელი ოძისი არის, იქ განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ გამოსასვლელებს და შემდეგ ნელ-ნელა უკვე იქით აბრევის მხრიდან, ოჭოსნის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს ძიმე ტექნიკაც. რომელი რიცხვებია ზუსტად? მე როგორც ვიცი დაახლოებით 14-15 აგვისტო არის ესე მახსოვს. აი, როდესაც იგუეთში მოხდა ეს ფაქტი, როდესაც ბტრ-მა გამოარღვია ეს პიკაპები, რო გადაყარა აკეთიქით ის პერიოდი იყო, აი პერიოდში შემოვიდნენ. შეიქმნა კიდევ და კიდევ მართლა ისეთი მდგომარეობა, რომ იქ იყო შემოსული რაღაცა გარკვეული პატარა სამხედრო დანაყოფები ჩვენთან ხეობაში და გამორბოდა ხალხი, მოდიოდნენ ის ჯარისკაცი, ჩვენც მეც ჩემი ოჯახი ზუსტად ამ დროს წამოვედით, ჩემი ბავშვებით და გამოვასწარეთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოვასწრო. დარჩა უკან მოსახლეობა და უკან მიტრიალდა უკვე რახან გადაკეტეს ამ რუსებმა ეს გამოსასვლელი. ჩვენ უკან მოდიოდნენ სხვათა შორის პოლიციელები და უკან მიტრიალდნენ და როდესაც შევიდნენ ახალგორში, მათ მე როგორც ვიცი ბრძანება ჰქონდათ რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში. მე ამათ ამ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს ეს პოლიციელები და თქვენ ჩაიდეს 10-15 პოლიციელი ყავდათ დაკავებული. ქართველი პოლიციელები 10-15 ადამიანი ყავდათ დაკავებულები ამ ეგრეთ წოდებული ოსური ბანდფორმირებები იყვნენ თუ საჯარისო ნაწილები იყვნენ, მათ დააკავეს მე როგორც ვიცი ისინი. შემდეგ მოსახლეობა ერთ შეგეკითხებთ. მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან გასულია 1-7 დღე, ხო? ის რომ საფრთხე არსებობდა, ის რომ პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, მოსახლეობა გაფრთხილებულიყო, ესეთი გაფრთხილება არ არსებობდა? ზუსტად მაგას ვიძახი ბატონო, ესეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდა მოსახლეობა, რომ ვიღაცა რაღაცას ეტყოდა. თვითონ მეც არ ვიცოდი, იქ რაღაცა იმაში მუშაობდი სამსახურში, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცოდი რა მდგომარეობა იყო. მე მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ, მაგრამ მართლა არ ქონდა არანაირი ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ ქონდა არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული არანაირად და ფაქტიურად ვინც ვერ მოასწრო შემდეგ გამოსვლა შემოვლით გზებზე, ანუ გადმოსასვლელებზე, მთებზე, ტყეებზე გადმოვიდნენ ბავშვები და მოხუცები ამ გადასასვლელებიდან გამოიყვანეს ახალგორიდან. ანუ ბატონო გელა, თქვენ რასაც ვიძახით ახალგორის რაიონი თავისი ხეობით არანაირად დაცული არ იყო გარდა იმ პოლიციის განყოფილებისა, რომელიც არსებობდა იმ დროს ახალგორში. დიახ, ზუსტად ასე იყო. ბოლოს 2008 წელს, სადღაც 9 აგვისტოს შემოვიდნენ რაღაცა საჯარისო ნაწილები, რომლებიც გადმოსასვლელებში განთავსდნენ ძირითადად იქ იყვნენ გამაგრებულები, მაგრამ როდესაც მე 14-15 შემოვიდნენ უკვე რუსები, მათაც დატოვეს ეს ტერიტორიები და წამოვიდნენ. და მოსახლეობა ფაქტიურად იქ მიტოვებული იყო მოსახლეობა და იყო ძალიან ცუდი სიტუაციები რა. ნელა გამოვიდნენ ერთი ეგ რომ ფაქტიურად ის ბანდფორმირებები როდესაც შემოვიდნენ იყო მოროდიურობები იქ ცხოველები და საქონელი ისინი დაიტაცეს და გარეკეს და ორგანიზაცია დაწესებულებებში შევიდნენ და ორგანიზაცია დაწესებულებები დაარბიეს მათ, ანუ გაიტანეს სხერპლი რამდენი თუ არა. ანუ გასროლა არ მომხდარა ფაქტობრივად. არ მომხდარა, არანაირი სროლა არ ყოფილა, აბსოლუტურად იარაღი არ გავარდნილა, ესეთი სიტუაცია იყო. ფაქტიურად ძირითადად დაარბიეს ორგანიზაცია დაწესებულებები, როგორც აღნიშნე, გაიტანეს კომპიუტერული ტექნიკები,
ის კი არა ერთი კურიოზს მოგახსენებთ მე მუშაობდი როგორც გითხარით საჯარო რეესტრში და ჩემს ოფისს იქ ეწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მათ ამ ოსურ ბანდფორმირებებს გონებიათ რომ ეს ჯარების რეესტრი იყო აქ რაღაცა საჯარო რეესტრი და ჯარების რეესტრი ეგონათ და შევიდნენ და დაარბიერთელი ეს სეიფები და ის მოგეხსენებათ ბაინდერებში ჩალაგებული იყო ეს მიწის რაღაც აღწერითი დოკუმენტაციები და ისინი სულ გადმოყარეს და რაღაცა მაგარი ჭრილები ჩაატარეს აქ ესეთი რაღაცა სიტუაცია. ბატონო გელა, კითხვებს დასვამენ წევრები და მანამდე მინდა შევაჯამო რაც თქვენ ბრძანეთ და თუ რაიმე არასწორად გავიგე რომ შემისწოროთ. თქვენ მაშინ როცა შეიქმნა საკანონმდებლო ინსტრუმენტებიც დასჭირდა ამას არა მხოლოდ პრეზიდენტ აღმასრულებელი ხელისუფლების 2007 წელს შექმნა მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ცხინვალის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა დიმიტრი სანაკოევი, რომელიც ჩვენ გუშინ გვყავდა, მოусმინეთ მას და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მას დიდად არავინ არაფერს ეკითხებოდა და მასაც იყენებდნენ ფასადად. და იმედგაცრუებაც კი გამოთქვა, რომ მას ეგონა, რომ აქეთ მხარეს გადმოვიდა საოკუპაციო ხაზი გადმოლახა და გადმოვიდა იმისთვის, რომ გარკვეული ნდობის ასაშენებლად თუ შერიგების პროცესში მიიღო მონაწილეობა და აღმოჩნდა, რომ ეს ასე დრომ უჩვენა, რომ ასე არ იყო, ეს მან თქვა ასე გუშინ. აი ამ პირმა რომ ჩაიბარა ადმინისტრაცია, თქვენ აღმოჩნდით უცებ ისე, რომ ახალგორის მოსახლეობამ არაფერი ამის შესახებ არ იცოდა ამ დროებითი ადმინისტრაციის ფარგლებში. მაშინ, როდესაც მრავალი წლის მანძილზე თქვენ იყავით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ნაწილი, როგორც მუნიციპალიტეტი. ამის შემდეგ დგება უკვე 2008 წლის ზაფხული და თქვენ იხილეთ ტელევიზიით და ისე გაიგეთ, რომ საომარი მოქმედებებია და შეშინებულები, რომ არ დაგიპყროთ მტერმა ძალამ, ღამე გადიოდით მოსახლეობა ტყეში. კი. დღის განმავლობაში ამ პერიოდში 8 აგვისტოდან სადღაც 14-15 აგვისტომდე დაფრინავდნენ თვითმფრინავები, სამხედრო თვითმფრინავები რუსების და ამში საძლიერებდნენ გასაგებია. ამ დროს თუ იყო ადგილზე ქართული პოლიციის გარდა რომელიმე საჯარისო შენაერთი ქართული. კი, იყვნენ როგორც აღნიშნე წეღან, ძირითადად იქით ეგრეთ წოდებული ზაყორისა და ზაყორის ხეობის მხარეს იყვნენ განთავსებულები, განლაგებულები და ამ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. და ამის შემდეგ უკვე 14-ში შემოდიან რუსები, 14-15-ის პერიოდში და ეს ქართული შენაერთები სად არიან ამ დროს? გამორბიან უკან. გამორბიან უკან ჩვენთან ერთად და იმ სიბრილში და იმ ქაოტურ სიტუაციაში იქნებოდა გზაზე შეიქმნა საცობები და ტექნიკა დატოვეს, ტექნიკაც მოქონდათ ძირთად მოასწრეს გამოტანა ტექნიკის. ერთად მორბოდით მოსახლეობა. კი. რაც შეეხება პოლიციას, ის თქვენთან ერთად მოდიოდა, მაგრამ მიიღეს ბრძანება, რომ შებრუნდითო. დიახ, პოლიციელები. რა იყო ამ ბრძანების მიზეზი, ხომ არ უთქვამთ პოლიციელებს? მე არ ვიცი, მე როგორც შემდეგ გავიგე, თქვენ მოგეხსენებათ ფოთში რომ იყო ესეთი შემთხვევები, რომ იქაც არ დაატოვებინეს პოლიციას თავიანთი სამსახურები, ანუ პოლიციის შენობები, მსგავსი რაღაც ვფიქრობ, რომ მსგავსი რაღაც უნდათ აქაც, მაგრამ მე ეს ბიჭები დაიჭირეს და თქვენ ჩაუვარდნენ იქ და ამ დროს რუსი უკვე აკონტროლებს შესასვლელს, როდესაც უბრძანეს რომ შედიო. კი, და ნელ-ნელა შემოდიან ტანკებით და როგორ შევიდა ქართული პოლიცია უკან, თუ კი იქ უკვე რუს ქონდა გადაკეტილი? როდესაც შესასვლელებში გადაკეტეს, ისინი შიგნით იყვნენ და უკან მიტრიალდნენ ნაწილი და იქ ისე გამოსულები ჯერ არ იყვნენ აპირებდნენ ესეთი რომ იქ უნდა გაჩერებულიყვნენ რა. დარჩნენ. მაგრამ მათ აღარც მოსახლეობა ყავდათ გარშემო, ნუ მეტნაკლებად და არც საჯარისო დაცვა აღარ ჰქონდათ თავდაცვის ძალების. გასაგებია და რო წამოხვედით, მერე უკვე თბილისში ჩამოხვედით თუ კი, ჩვენ როდესაც წამოვედით, ამ დროს ყველამ თავის ახლობელ ნათესავებთან შეაფარა თავი ოჯახებით. ნუ ჩვენ ცხოვრობდით ძირითადად
ყველა თავის ნათესავებთან წავიდა, მაგალითად მე ორი თვე ცხოვრობდი ჩემ ახლობელთან თესში და იქ ვიყავი და მე რაღაცა შენობა ნაგებობები გამოჩნდა, ზოგან შეიჭრა ჩვენი მოსახლეობა, ძალით შევიდნენ, ზოგან დაუთმო და სახელმწიფომ შეასახლა და ნელ-ნელა ესე იყვნენ 6 თვის განმავლობაში და მე მოგეხსენებათ ეს ეგრეთ წოდებული კოტეჯები რომ აშენდა წეროვანში, გორში, წილკანში და სხვადასხვა ადგილებში და კოდაში მე იქ ჩაასახლეს ეს მოსახლეობები ძირითადად ჩვენი. ესე იგი ერთი ტყვი არ გავარდნილა ის? ერთი ტყვი არ გავარდნილა ახალგორში, ისე დავტოვეთ და ისე წამოვედით ახალგორი. არც ჯარს უსროლია, არც მოსახლეობას და არც ვინმეს იქ. ალბათ მაგანაც გადაგვარჩინია რომ არ გავარდა ტყვია და რა ვიცი მოსახლეობას ესეთი აგრესია მაინც არ გამოიჩინეს რომ ვიღაცა მომკვდარიყო რა ხან ჩვენი მხრიდანაც არ იყო. ვინც ჩარჩა იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იქ იყო მერე მსხვერპლი მომდევნო დღეებში? ძირითადად იქ ჩარჩნენ ეთნიკურად ოსები და მოხუცები უფრო ასაკიანი ადამიანები ჩარჩნენ და არავის არაფერი უნებლად საბედნიეროდ ყველაფერმა გაჩნდა. ბატონი ირაკლი, ბატონი ილია. მოგესალმებით. დიახ, სამწუხარო არის ყველაფერი, რასაც ვისმენთ. ერთი ასეთი თქვენი ხედვა და ასე თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრებ. ანუ მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახალგორი გახდა უკვე სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის ნაწილი და არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილი, იმ ფაქტობრივად 15-16 წლის განმავლობაში თქვენ ცხოვრობდით ასე ვთქვათ დანარჩენი საქართველოს ერთ-ერთი ცხეთათიანეთის შემადგენლობაში. მაგ პერიოდში სეპარატისტული რეჟიმიდან ყოფილა თქვენ თუ გახსოვთ რაიმე მცდელობები რომ ახალგორი მათ განეხილათ ან ემოქმედათ იმ მიმართულებით რომ კვლავ დაბრუნდეს სეპარატისტული ასე ვთქვათ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. აი ამ პერიოდში თუ ყოფილა ესეთი რამ და ამას მოყვება მეორე კითხვა რომ არ მომხდარიყო ახალგორის შეყვანა აი ამ დროებით შექმნილ ადმინისტრაციაში თქვენ როგორ ფიქრობთ მაშინ ამ 2008 წლის მოვლენების შემდეგ ახალგორში შემოვიდოდა საოკუპაციო ჯარი თუ ახალგორი დარჩებოდა ასე ვთქვათ უვნებლად ისევ ცხეთამთიანეთის და დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში. თუ გასაგებად ჩამოგიყალიბეთ დიახ. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, მოგახსენებთ რომ სეპარატისტების მხრიდან მაშინ იმ პერიოდში იყო მცდელობები, მათ ეგრეთ წოდებული ოსური ზონის სოფლები ქონდა ჩვენ წინაგარა, საყორის ხეობა და ისინი და მათ იქ განაგებულები იყვნენ ხოლმე რუსების სამშვიდობო ძალები. და მათი მეშვეობით ეს აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიებს ისინი. და ზოგჯერ იყო რამოდენიმე შემთხვევა რომ ახალგორშიც გადმოსულან ეს რუსები და ოსები რაღაც ნაწილები აი ეს სოფელი არის ესეთი გარუბანი ერთხელ იქ შემოვიდნენ როდესაც ცხეთამთიანეთზე ვიყავით მაშინაც იყო რაღაცეები მოსახლეობაში იყო ყოველთვის რაღაცა განცდები ოსური მოსახლეობიდან მოდიოდა რომ ჩვენ აი ისე ვიქ უნდა დავბრუნდეთ რაღაცა ინფორმაციები ქონდათ ინფორმაციის დონეზე მე ჩემთვის კი ყოველთვის ვიძახდი ხოლმე რომ ნეტა ამათ რატო რაღაცა იმედები ქონდათ ამათ ამ ოსურ მოსახლეობას რომ აქ როდისღაც მაინც აღდგებოდა თუ შემოვიდოდნენ და ანუ დაიკავებდნენ ოსები ამ ტერიტორიებს რა რაღაცა ესეთი განცდები ქონდათ და იყო შემთხვევებიც. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომ არ შევსულიყავით ჩვენ ამ ავტონომიურ აღდგენილ ეგრეთ წოდებულ ოლქში, რომელიც სანაკოების ადმინისტრაციაში იყო, მაგ შეკითხვაზე მე ასე გიპასუხებდით, რომ მე ვფიქრობ, რომ დაუშვათ რომც დაეკავებინათ იურიდიულად გამართლებულები მაინც ვიქნებოდით რომ ეხლა ამ დროისათვის მაინც არ შევდიოდით ვართ ცხეთამთიანეთში და იურიდიულად მართლაც დარღვეული ქონდათ ის რაც ეხლაც დარღვეული აქვთ მათ სარკოზის შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ ხო უნდა ყოფილიყვნენ 2008 წლის 8 აგვისტომდე სადაც იდგნენ ეს საჯარისო ნაწილები ხო დღესაც ეს არ არის შესრულებული და ახალგორი არანაირად არ შედიოდა და ახალგორი უნდა დაეტოვებინათ მაშინ
იმ აგვისტოს შეთანხმების გამო და დღესაც განაგერ რუსები, მაგრამ მე ვფიქრობ რაღაცა იურიდიულად მართლები კიდევ უფრო იქნებოდით მართლები. ეხლა იძახიან ისინი რომ აგერ ის ხომ იყო ოლქის საზღვრები იყო, მე კიდევ აგერ ის ადმინისტრაცია ქონდათ და თქვენც აქ ახართ და ჩვენ უფრო იმიტომ შემოვედით. მაგრამ მე ერთი ცნობილი ავიც მოსახლეობაში ესეთი აზრებიც იყო და მე თვითონაც მსმენია და გეტყვით მაშინ რომ როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევნები იყო 2018 წელს იქ მცხეთაში შეკრება ქონდა და ქალბატონი სალომე როდესაც გაიგო რომ მე და ჩვენ ვიყავით ახალგორლები ესეთი რაღაც თქვა რომ აი ახალგორზეო მე ვესწრებოდი ერთ შეხვედრასო შეკრება იყო სააკაშვილი ესწრებოდაო სარკოზიო რუსების ხარე იყო და უთხრესო სააკაშვილს რომ აგერ ახალგორიო გაწმენდილი არისო ბანდფორმირებებიო არავინ აღარ არისო საშიშროება არაფერი არ არისო და შედითო და ქართულმა საფპოლიციო დანაყოფებმაო დაიკავონო ახალგორიო და გააგრძელეთო ცხოვრებაო მაგრამ ესე უთხრაო რომ არაო ან მთლიანად ცხინვალის რეგიონი ან ცალკე ახალგორი არ მინდაო მეო და ესე უპასუხაო ქალბატონო სალომემ თქვა ესე სიტყვა სიტყვით სათნახეო სარკოზი და სააკაშვილი ერთად თბილისში იყო შეხვედრა ესეთი მოლაპარაკებები როდესაც მიმდინარეობდა და მე ვესწრებოდიო რა სტატუსი მე ვესწრებოდიო მე არ მახსოვს ახლა რა თანამდებობა ეკავა მაშინ ქალბატონ სალომეს მაგრამ სარკოზის შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილისო და იქ ალბათ რუსებიც იყვნენ რა ესეთი შეხვედრა ყოფილა ესეთი და თვითონ თქვა ეს სიტყვები მახსოვს ძალიან კარგად და მე ხომ იმ მაშინდელი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ჩვენი ახალგორი ქსნის ხეობა თურმე რაღაცა რიყების ქვების გროვა ყოფილა და არაფერი არ ასე თქვა მან ესეც იყო და ესეც ცნობილია და ტელევიზიაში გავიდა ესეც გეთანხმებით იმაში რომ სამართლებრივად და მადლობა ბატონ ირაკლის ამ კითხვისთვის სამართლებრივად უკიდურესად გართულდა ახალგორის გარშემო ვითარება იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფომ მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მიაკუთვნა ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ადმინისტრაციის ტერიტორიას და გაუადვილა საქმე რუსებს მინიმუმ სამართლებრივად ფაქტობრივად კი სახეზეა რომ ჩვენ იქ ვეღარ შევდივართ მათში როდესაც ის მანამდე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო ბატონი ილია ბატონი სოზარი ბატონი თენგიზი კითხა უკვე ბატონი თენგიზი ხსნის კითხვას ბატონი მადლობა მოგზაურობისთვის თქვენი დროისთვის თქვენ როგორც აღნიშნეთ ეს პოლიციელები მიბრუნდნენ როდესაც ხალხი გამოდიოდა და მათ ბრძანება ჰქონდათ რომ დარჩენილი იყვნენ და არ დაეტოვებინათ პოლიციის შენობა ეს პოლიციელები ადგილობრივი პოლიციელები იყვნენ თუ სხვა მუნიციპალიტეტი ნაწილი ადგილობრივი იყო ნაწილი სხვადასხვა რეგიონიდან ანუ თანამშრომლები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ზოგი თბილისიდან იყო ადგილობრივიც რამოდენიმე იყო და ისინი ჩავარდნენ ტყვედ კი ტყვედ ჩავარდნენ რამდენი ხანი მოუწიათ მადამ გარკვეული პერიოდი მოუწიათ მე სხვადასხვა დონის ჩარევები იყო აქ და აი ეს იყო ჩემი კითხვა ჩემდები რომ ჩარევები იყო და ისინი საბედნიეროდ უნებლივ გამოვიდნენ ტყვეობიდან და დაიხსნეს რა გასაგები ეს ბანდფორმირებები რომლებმაც ისინი ტყვედ აიყვანეს ადგილობრივ მოსახლეობასთან რამე და კონფლიქტში ხო არ შესულა ვინმე ან რამე ხო არ დაუზიანებიათ რამე ადგილობრივ მოსახლეობაში არა ეხლა იყო პატარა რაღაცა ჭუბები შეხლა შემოხლები ესენი იყო მაგრამ იარაღის გასული არ ყოფილა და არ იყო ძირითადად იმიტომ რომ რაღაცა დანდობა მოხდა იქიდან გამომდინარე რომ მაინც და მაინც ხო გეუბნებით თქვი მე რომ ეს ჩვენი მოსახლეობა ეს ოსები და ქართველები ძალიან დაძმულად ვიყავით ერთმანეთში და კარგად ცხოვრობდით და ამის გამო ალბათ მოხდა დანდობა რომ იმათი ხრიდანაც არაფერი ესეთი საექსცესები არ გამიტარდა ეს დადებითი მომენტია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება ერთად ოსებს და ქართველებს უპრობლემოდ არანაირი მიუხედავად იმ დაძაბული მომენტისა რაც რა თქმა უნდა ან სოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ორი ერია ქართველები და ოსები რომლებიც ყველაზე მჭიდროდ ცხოვრობენ ერთმანეთში და ყველაზე დანაწევრებული ერია
ურთიერთობები არ გაგურთულდება, ურთიერთობები არც არ გაგურთულდებოდა, მე ვფიქრობ, რომ ერგენეთის ბაზარი რო არ გაუქმებულიყო, სხვათა შორის ახალგორიც ძალიან 90-იან წლებში მოგეხსენებათ, რომ გაჭირებული ცხოვრება იყო და გაჭირება იყო ამ ერგეთის ბაზრობით სარგებლობდნენ ჩვენი მოსახლეობა და იქ მე თვითონაც ჩავდიოდი და ოჯახისთვის პროდუქტი მომქონდა და პლუს ცხინვალში შევდიოდი. როდესაც 90-იან წლების ომი მოხდა, ამის მერე შერიგება იქ მოგეხსენებათ კარგად რომ წამოვიდა მოსახლეობაში, მე თვითონ ცხინვალში ახლობლები მიყავს და შევდიოდი იმ პერიოდში, როდესაც ერგეთის ბაზარი იყო და მართლაც მოსახლეობა დაახლოვდა და ამ ბაზრობის გაუქმება იყო ძალიან ცუდი რამე. შეიძლებოდა რაღაცა პოლიტიკურად ეხლა იქ რომ რაღაცებს ქმნიდნენ, ჯობდა რომ ამ ბაზრისთვის რაღაცა ცოტა ოფიციალური ფორმა მიეცათ და მოსახლეობაში ერთმანეთში კავშირები და ეკონომიკური მდგომარეობა უფრო კარგი იქნებოდა რა. ამ ბაზარმა დაანგრია ყველაფერი ფაქტიურად ურთიერთობებიც კი, როდესაც გაუქმდა ეს ბაზარი. ჩვენ მაგ ბაზრობასთან დაკავშირებით ბევრი პოზიციები მოვისმინეთ და თქვენი პოზიციაც ემთხვევა იმ ადამიანების პოზიციას, ვინც იქ უფრო ახლო შეხებაში იყო ამ ყველაფერთან. და ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ დღევანდელი ურთიერთობაზე გვითხრათ ქართველების და ეგ ადგილობრივი ოსების და რამე კვალი ხო არ დატო, რა თქმა უნდა ალბათ რაღაცა კვალს დატოვებდა, მაგრამ რამდენად ეს დიახ, ჩვენთან ახალგორში ხომ გეუბნებით ფაქტიურად ბევრი ოსი ჩვენთან ერთად წამოვიდა და დატოვა ახალგორი ქსნის ხეობა და ჩვენ გვერდში ცხოვრობენ დღესაც, იქ არიან, ერთად მუშაობთ, ერთად ვართ, ოჯახები ერთად გვაქვს და ბევრმა დატოვა ახალგორი და დღესაც წამოსულია, მოგეხსენებათ ახალგორის მუნიციპალიტეტი ძირითადად კომპაქტურად ჩასახლებულია წერონის ცილკნის და ფრეზეთის დასახლებებში და ერთად ვართ დღესაც და არანაირი რაღაცა ისეთი რამე არა. ვინც წამოვიდა იქიდან არც ერთი არ დაბრუნებულა, რომ შესულიყო სახლში და შედიან, აქვთ ეხლა მაგათ უფრო მეტად აქვთ, მოგეხსენებათ იქ მიმოსვლა თავისუფალი არ არის და ეგრეთ წოდებული პროპუსკების საფუძველზე გადადიან და გადმოდიან და უფრო მათ აქვთ ეს პროპუსკები და ისინი უფრო გადადიან, გადმოდიან თავიანთ ოჯახებთან და იქ ყავთ დატოვებული. ძირითადად ახალგორში დღეს მდგომარეობით არიან ეთნიკურად უფრო ოსები და ამოხუცებული ხალხი, ახალგაზრდები ნაკლებად არიან ფაქტიურად. ბატონგელა, დიდი მადლობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღვივდება და კიდევ უფრო შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და ცხოვრების ერთად გაგრძელებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ესეც გახოთ ესე. მადლობა თქვენი გაკეთებული საქმისთვის. ბატონგელა, ერთი კითხვა აქვს. თქვენ და იმ ქართველებმა, რომლებაც თქვენი საცხოვრებელი დატოვეთ. ეხლა იქ რა მდგომარეობაშია ეს თქვენი საცხოვრებელი სახლები? ცხოვრობს ვინმე თუ რა სიტუაციაა ეხლა იქ? არა, მიტოვებულებია სახლები, სოფლები არის ფაქტიურად დაცლილები და არავინ არ ცხოვრობს, არც არავის არ მიუტაცებია. ძირითადად რამოდენიმე შენობების გარდა, კერძო ბინების და ძირითადად კორპუსებში, ანუ სამაუწყებლო ბინებს რო ეძახდნენ ესე კომუნალურ ბინებს, იქ მოხდა გარკვეული ადამიანების შეჭრა თვითნებურად. დანარჩენ კერძო ბინებში და სოფლებში არ არის არავის შესული, სახლები დგას, ამდენი წლის განმავლობაში უკვე 15-16 წელია, რა თქმა უნდა, წყობიდან გამოდის, ინგრევა, იშლება ნელ-ნელა და ესია. დანარჩენ იქ სრულიად შესაძლებელი იქნება ჩვენი რომ დაუბრუნდებით იქ სახლები ავადგინოთ და დანგრეული არ არის არაფერი. ანუ არავინ არ ცხოვრობს თქვენ სახლში? არავინ არ ცხოვრობს. ძირითადად დაცლილი არის სოფლები, თითოეული ადამიანი ცხოვრობს, თითოეული ოჯახი ცხოვრობს სოფლებში. აგერ ერთი ქსნის ხეობაში ერთი პატარა ხეობა არის, კიდე 9 ძმის ხეობა ქვია, მთლიანად დაცლილია, იქ არავინ აღარ ცხოვრობს დღეს მდგომარეობით და ნელ-ნელა უფრო იცლება ეს ხეობა, ის მოხუცებიც ზოგი გარდაიცვალა, ზოგი გამოდის აქეთ და ასე შემდეგ რა, იცლება უფრო მეტად. კარგით. დიახ, ბატონი თენგიზი. რუსების სამხედრო ნაწილი მაგ ხეობაში დგას რამე? დიახ, სამწუხაროდ რუსებმა 2008 წლიდან გამალებით და აქტიური ფაზაში დაიწყეს სამხედრო ბაზების შენებლობა და დაახლოებით აქეთკე ქსნის ხეობაში 5 დიდი რუსული ბაზა არის აშენებული უკვე და 5 დიდი რუსული ბაზა კი, მათ შორის ახმაჯი, დაბა ახალგორში, სოფელი ლარგვისი და ქარჩოხში.
არის დიდი ბაზები. ასევე მოგახსენებთ, რომ დამაკავშირებელი გზა, როგორც მოგახსენეთ, არ იყო, ახალგორის ცხინვალთან დამაკავშირებელი გზა არ იყო სატრანსპორტო, ჩვენ დავდიოდით ეგრეთ გორის ავტობანიდან დავდიოდა, შევდიოდით ესე ცხინვალში, სხვა გზა არ არსებობდა, თუ არა ის გადასასვლელი მთები და შემდეგ ომის მერე მოხდა ის, რომ გააკეთეს, გაიჭრა, ფაქტიურად სამხედრო გზა გააკეთდა იქ, იმიტომ რომ იქ ისეთი მთები გაიჭრა და ისეთი ტექნიკა მიმუშავა, რომ მართლაც დღეს მდგომარეობით ასფალტირებული გზა აქვს და იქიდან გადადიან და გადმოდიან. სამხედრო გზა არის ფაქტიურად, რომ ტექნიკაც იქიდან შეყავთ და გამოყავთ რა რეალურად. გამოსახულებაც ისედაც. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონი გელა მოგზანებისთვის. ერთი ესეთი ფაქტი უნდა გაგახსენოთ, დარწმუნებული ვარ გემახსოვრებათ. თუ არ ვცდები, ეს არის 13 აგვისტო, რუსული ტანკები მოდიან გორიდან თბილისის მიმართულებით და უცებ შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ მეკა ზღულაძემ ჩაატარა ბრიფინგი, რომ გილოცავთ ხალხნო, გადავრჩით ორჭოსანთან აუხვიეს რუსეთის ტანკებმა თბილისისკენ აღარ მოდიან. უსმინეთ თქვენ ამ ინფორმაციას? კი, მახსოვს ეს ინფორმაცია. როგორ აღიქვით მე? ზუსტად ორჭოსნიდან შემოვიდნენ მე ახალგორში ეს ტანკები. ანუ პრაქტიკულად ეს იყო ფრაზა, რომელიც ნიშნავდა, რომ ახალგორის ოკუპაცია ხდება და ამას გილოცავდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კი, ეს აღიქვით. სხვათა შორის მე ვცადე და მეძებნა და ეხლა საიტებზე, ქართულზე, რუსულზე, უკრაინულზე ყველგან არის ეს როგორც სიტყვიერი, ანუ სიტყვიერად ყველგან არის, მაგრამ აი თვითონ მისი აუდიო გამოსვლა რაღაცა ძალიან ძნელი ვიდეო გამოსვლა, უბრალოდ ძნელი მისაგნებია, როგორც ჩანს, მოგვიანებით გააქცეს საერთოდ ახალგორი არავის აღარ ახსოვდა. აბსოლუტურად. თითქოს ახალგორი საქართველოს არ ყოფილიყო, ისე გილოცავდა აი ამ სამწუხაროდ ფაქტს. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ როგორი წინაპრები ყავდა ერისთავები და ალბათ ისინი რომელმე წამოახედა ეხლა და დაინახოს რა ხდება. ახალგორი არასოდეს არ ყოფილა დაპყრობილი არავის. ისე სიტყვები რომ მოისმინეთ, თქვენთვის არ იყო გასაგები რომ უკვე საფრთხე გემუქრებოდათ. მართალია დავაზუსტებ თქვენ ბევრჯერ თქვით რომ ხელისუფლებამ არანაირი გაფრთხილება არ გაგიკეთათ, მაგრამ ეს სიტყვები ხო ავტომატურად ნიშნავდა რომ საფრთხე უკვე ახალგორს ემუქრებოდა. მაშინ უკვე დავწმუნდით რომ ჩვენ კაი დღეა გვადგა და დაიძარით უკვე თუ რა თქმა უნდა. ნელ-ნელა დავიძარით უკვე ვიძლებოთ, მაგრამ მაინც არ გვეჯერა რომ ბოლომდე ვიქნებოდეთ ესე განწირულები რა. ფაქტიურად განწირულები ვიყავით. და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ვიმეორებ არანაირი გაფრთხილება. რატო ვაზუსტებ ამას? არანაირი გაფრთხილება, არანაირი ევაკუაცია მოსახლეობამ თვითონ გააკეთა, რაც გააკეთა, რომ დატოვეს თავიანთი სახკარი და გამოიქცნენ რა. რატო ვაზუსტებ ამას? ბავშვები ყავდათ, მოხუცებულები ყავდათ და ეშინოდათ. ჩვენ აქ ყავდა მოწვეული ზაზა გოგავა, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსი, რომელმაც თქვა, რომ მას პირადად უნდა გააფრთხილებინა კოდორის ხეობა, მაგრამ არ გააფრთხილა, იმიტომ რომ დრო არ დარჩა. თუმცა 8-დან 14-მდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს გაფრთხილება მომხდარიყო და კიდევ ერთხელ არანაირი გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან რომ საფრთხე არსებობს არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ მაგ პერიოდში 8 აგვისტოს მერე, სადღაც 15-მდე ვანო მერაბიშვილი იყო ჩამოსული ახალგორში და იქ რაღაც თათბირები იმართებოდა გამგეობის შენობაში იყო რაღაც შტაბი იყო შექმნილი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მასთან ერთად რაღაც შეხვედრა გაიმართა. მე ეს ვიცი. მადლობა დიდი. სანამ წამოხვიდოთ. სანამ წამოვიდეთ კი. კი ბატონო. დღეს თქვენ გამგებელი ბრძანდებით, ხომ ასეა? როგორია განწყობა ახალგორის მაცხოვრებლებში, რომლებიც დევნილები არიან? როგორ აფასებენ უკვე ამდენი წლის მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ახალგორელების წინააღმდეგ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს? ყველა აფასებს ისე რომ ჩვენ გავწირეს და არ ვიცი ახალგორის მუნიციპალიტეტი ჩააბარეს და გაყიდეს რუსებზე. ესე აღიქვავს ყველა ჩვენი მოსახლეობა. ერთსულოვნებაა ამ შეფასებასთან? ამ შეფასებასთან კი 70%-იანი შეფასებაა ესეთი. კი ბატონო. მადლობა ბატონო გელა, თუ აღარ არის კითხვები, მაშინ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს უნდა დაუთმოთ სიტყვა. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ასევე იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ეწეოდით. ნახვამდის. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს ვთხოვეთ შემობრძანება თუ მოგვიდა.
მოგესალმებით ბატონო ვასილ. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, საინტერესო ინფორმაცია გვაქვს თქვენგან მოსასმენი. გაფრთხილების ტექსტს გთხოვთ მოაწეროთ. მადლობა. მან წერია, რომ განზრახს რო ახსნა განმარტების მოცემა ასევე კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავისარდება, იჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო ვასილ, პირველი თემა, რომელზეც გვინდა რომ თქვენ გვესაუბროთ, არის ახალგორთან დაკავშირებული. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გელა შერმადინის მონათხრობი, რომელიც თვითონ იყო მოწმე იმისა, თუ როგორ სრულად უბრძოლველად უგეგმოთ და სტრატეგიის გარეშე გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად ჩააბარეს ახალგორი სააკაშვილის ხელისუფლებამ ოკუპანტ სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც ეს მუნიციპალიტეტი იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი და მათვე მიუერთეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას 2007 წელს. თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში გუბერნატორი ბრძანდებოდით მცხეთა-მთიანეთის და უშუალოდ გეხებოდათ ეს საკითხიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად. ამით რომ დავიწყოთ და შემდეგ გთხოვოთ თუ შეძლებთ რომ სხვადასხვა პროცესის მონაწილე იქნებოდით ან შემსწრეთ თქვენი საქმიანობის განმავლობაში და რა იცით იმ უხეში დარღვევების შესახებ, რასაც მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები ან უკვე თავდნენ, ან თავად ჩადიოდნენ. გთხოვთ. პირველ რიგში ისმის დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებას ვაწერთ ხელს, ვფიქრობ, რომ მაინც პატივია აქ მოწვევა და არა და იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, თაობებს დაჭირდებათ, რომ ჩვენი ისტორია ვიცოდეთ, დღეს მithumet ეს არის საშუალება, რომ ეს ელექტორულად უნდა იყოს, თუმცა ცხადია ისტორიკოსებს კიდევ ბევრი შეჯერება დაჭირდებათ, იმიტომ რომ ადამიანებს გვახასიათებს სუბიექტივიზმი. მე ახლა წინა ფაქტებს გიამბობთ, მე ომის ეტაპზე ვერ გიამბობთ, მე ეგ აღარ ვიყავი, ახლა რაც მაყურებელი ვიყავით და მაშინ მე და სოზარი ერთად ვიყავით სხვაგან, მაგრამ მე გიამბობთ გადაცემისას და მე ვფიქრობ, რომ გადაუჭარბებლად შეგვიძლია გითხრათ, რომ ნუ ერთ-ერთი მთავარი რამოდენიმე ადამიანი ცოცხალი აღარ არის და აი ცოცხლებიც ვარ დარჩენილი, როგორ მოხდა 2006-დან დაწყებული 2007-ის ზაფხულამდე ამის საფრთხე ყოფილი მოგიყვებით ახლა მოკლედ ესეთია. გაზაფხულია 2007-ის ახლა თარიღები ესე ზუსტად ვერ არის ვერ შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ გაზაფხულია ნამდვილად გეტყვი, იმიტომ რომ შემდეგ მაისი მოდიც და მოგდიოდა ხოლმე ცირკულარი წმონებულებს, რომ პარლამენტს რა უნდა მიეღო გადაწყვეტილებები გეგმაში რა ქონდათ და ნუ რა ვიცი ახლა ყოფილი პარლამენტარი ვიყავით, ვისაც მაინტერესებდა, ვკითხულობდი ხოლმე და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ისაც არ მახსოვდი მახსოვრობა და ესე ვკითხულობ და უცებ უყურებ და აი გააზრება მინდა და ბიჭის რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთი უნდა შეიქმნას და ახლა ვიწყებ ეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოლქი, ნუ მაშინ ყოფილი ბრუნდებით 92 წელს და ეს გააზრება და პირველი ვიღებ მაშინვე ტელეფონს, აი დინამიკა შეგეტყვი და დიდი დრო არ დამჭირდება. და ურეკავ ჯამბულ ბაკურაძეს, წოდებულ ჯამბულ ბაკურაძეს, ძალიან კარგ კაცს და კარგ ორგანიზატორს. ჯამბულ ბაკურაძე იყო ნოღაიდელთან იყო რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აი გუბერნიერს ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობდა და ჩვენ გვქონდა ყოველ დღიური კავშირი, იმიტომ რომ ეხლა თბილისში გამგეობა ისე არ ჭირდება და მოგეხსენება ახლა ირაკლი როგორ არის, ნუ სულ კავშირია, სულ უნდა პრობლემა, მე პრობლემა უნდა შეიფუთოს, დაინახო და გადაჭრა და იქიდან მოდის ეს. ურეკავ ჯამბულს ეს რა ხდება თქო და ჩვენ გარდა ამისა მეგობრებიც ვიყავით. და გამორიცხულია რომ რამე ნაბიჯი მოხდარიყო ისაც მირეკავდა ვებაშვებოდით ხო და რაღაცა ხდება სამხრეთ ოსეთთან ახლა გუბერნატორმა არ იცის იმიტომ კი არა რომ ამბიციის ამბავი კი არ არის როგორ შეიძლება რაღაცა ხდებოდეს და შენ არ იცოდე მე არ ვიციო მითხრა მაგრამ მაცალეო მითხრა 5 წუთი როგორც ხდებოდა ხოლმე შეათანხმა ალბათ პრემიერთან ნოღაიდელთან და ძალიან კარგად ხონდა ეგ სისტემა აწყობილი და მირეკა რომ არ ვიციო ხა დაურეკე რამოდენიმე პარლამენტარს მე ამბავს გეღვებით. არ იცოდნენ ამის შესახებ. ახლა რაღაცა უცნაურობა ხდება, ვკითხულობ
რაღაცა ხო არ მეჩვენება ხო ხდება ზოგჯერ მეჩვენება კი არა ხო არ არის რომ რაღაცა ვერ გამომაქვს შინაარსი არა და კანონში ცვლილება ეგეგმება დაურეკე პალიკო კუბლაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა პალიკო მეუთხარი ესეთი რაღაცა არის და რას ნიშნავს ეს მეუთხარი როგორ არის რას ნიშნავს ახალ თემა როგორ არის ეს ხო მარტო მე არ მეხება და ამას არა უკაცო გეჩვენება ხა ბაბაშვილი აი ეცინება თანა უცფელად მეუთხარი პალიკო ნამდვილად არ არის კაცო მანქანაში ვარო და მივალბარა გამორიცხულია ახლა არ არსებობს არაფერი ბჯელობა არ ყოფილა მის შესახებ მე მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება ტყუილს არ ამობს აგერ არის პალიკო მეუბნები ავიდა 15 წუთი შეიძლება ხა ვიღაცას დაველაპარაკე კიდე და ვკითხე რომ ეს რა ხდება ხო და თავარი კაცო ის დაურეკე ჯამბულამდე დაურეკე მე ზურაფეცხელაურს ის იყო გამგებელი ახალგორის ჩვენ ფაქტურად ყოველდღიური კონტაქტი გქონდა ისედაც ის ჩამოდიოდა და მე ჩავდიოდი სულ რა პრობლემები ხართ წუნებული ანუ გუბერნატორი ის არის გამგებელი ის არის გამგებელი და ხუთი ის არის მუნიციპალიტეტი მაშინ რაიონი მე კი ბატონო ზურა მე ხარ რო გითხრათ ხა არ ემოციების გამიდა ვარ დაზღვეული მაგრამ ნუ მე თავს არ დაცებული ვიყავ და ზურა კიდე უფრო მეტად განადგურდა როგორ რა ეს რა თქვა მოთხარ ახლა ვარკვევ რაღაცა უბედურება ხდება ნუ და ამასობაში მირეკავს პალიკო მოკლედ ცოტა ის მე პალიკო მირეკავს და კაცო მართალი ყოფილხარო და ახლა მე ვთხარი ეს როგორ არის და ნუ იქნება შენ დაურეკო პრეზიდენტობით ხრა ახლა არ გვიდა ცოტა მე იცოდა რომ შებელობ და ამერიკა ახლა რაღაცნაირად ხო არის ხო მორიდება და ნუ დაურეკავ თქო მე ვთხარი დაურეკე მიშას ვიდა ტელეფონი ავიღე და არა მარტო უთხარი რომ ეს ხდება თან უხსნი რომ ეს ძიმე შედეგებია და გეტყვით ამას თავის წინაპირ მე ვარიანტებს ვეუბნები რატოა ერთი ეს ამბავი რომ რატო არ ვარგა ეს ვარიანტი ეს შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს დღესაც მაგრამ ის მეორე უხსნი რომ აი ეს სიტყვები მახსოვს და გავიმეორებ რომ ესეთი რამე რომ ეხლა აქ ვიღებ და ახლა პარლამენტი მიიღებს ამას ეს როგორ შეიძლება ეხლა და შენ აი ახაც ეს უნდა გითხრათ რომ მიშა მომჩვენ აი დაბნეული კი არა აი ვერ ვაყალებს რაღაცნაირად არ არის გამართული ამ თემაში აი თემაში არ არის კარგად შესული ეხლა იმას არ ვეუბნება რომ არ ვიციო მაგრამ აი რაღაცნაირად ხო გავსვით ხა აი ცოტა ისეა რა და შენო აუხსნიო რას აუხსნიო მე ვთხარი მოსახლეობაც ესე იგი ნიშნავს რომ ადამიანთან მივიდე ჭიშკარი გავაღო მე ვთხარი საქართველოს სახურავი გადაუხადო და ადამიანი ხო ადამიანები არიან შენ პარლამენტი არო პარლამენტი რას ისჯელოს მე ვთხარი პარლამენტი შემოგევლო ჩემითო პარლამენტი რაღაცები ფუნქცია თავდება პარლამენტის კაცო შენ ახლა ესე ქუჩის სახელი ვერ გამოგიცვლია და აიღო აქედან და სხვაგან გადამიტანო არ ამიხსნა თან იქნებ მე არ ვიცი მაშინ სხვა უნდა ახსნას ხო მე ვთხარი ეს ძალიან ძიმე შედეგებს გამოიწვევს და გადაირევა ხალხი იმიტომ რომ ხიფათებს დაიდახავენ ამაში და მეც ხედავ აი მოკლედ რაღაცა ვილაპარაკეთ და რაღაცა ხო აი ვატყობ რომ არ გადის არაფერი და გავთიშეთ ესე იგი ტელეფონი და ნუ გაოგდებულ სიტუაციაში ვარ და აი ზუსტად 5 წუთი გავიდა ამიტომ და ისევ მირეკავს აი რაღაცა უფრო მეფერებასავით ან მოთაფლავი და აი ახლა შენო ფეოდალის ისინი თუ გაგიჩნდაო ნუ მეხუბრება ახლა მას კი არა და მე ვთხარი ახლა მეც რა ფეოდალის ვიშა რა მე მაშინ გაწავიღებ ამას მაგრამ ეს მოდიო რაღაცო იქით აქეთო ხო რაღაცო მოკლედ აი რაღაცა ულის ამას და იქნებაო დაელაპარაკო თემო იაკობაშვილსო და ისო აგიხსნის კარგად კაი მე ვთხარი ხა თემო იაკობაშვილმა მე რა უნდა ამიხსნას ახლა ახალგორზე ერთი არ ვიცნობდი და მე ერთი მართლაც ესე ვფიქრობ და ხა მე ფერება არ ვიცი ახლა მე ხა თემო იაკობაშვილს ახლა ვერ გითხავდი მე ახალგორის საკითხ მე მანამდე ტერიტორიული ქლიანობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი ჯერ ისედაც ვიცი საქართველოს მივლია და ასე რომ ამ თემას ვიცნობდი მე კარგად და იაკობაშვილს პირადად არ ვიცნობდი კარგი ნუ არის ეს ამბავი და მე დაიწყო პარლამენტში ამისი ხო ამას რა უძღვის წინ კიდე რატოა შეშფოთებული რომ ეს 2007-ის გაზაფხულია აი ალბათ აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი იმიტომ რომ 8 მაისს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და მანამდე აი აფხაზეთი ზებუ აფხაზეთი რო გამოაცხადეს და მე ზებუ აფხაზეთი დაარქვეს ეს მან თქვა 26-ში არა 26 სექტემბერს თქვა თბილისში და მე 27-ში ჩაფრინდა მთავრობა მიშა იყო იქ იყო თავდაცვის მინისტრი ვანო იყო ვიღაცები იყო მოკლედ ახლა სკოლა 27 სექტემბერს
სოხუმის დაცემის დღე იქ ამბობდნენ რომ დღეიდან ეს არის დაბრუნების დღე და რაღაც ესეთები ხარ. მაგრამ 26-ში მანამდე მან თბილისში თქვა. მე არ დაგიმალავთ მანამდე ვიცოდი და ახლა იმიტომ არ მაგრამ ნუ რთული თემა იყო ჩემთვის აი როცა ვილაპარაკეთ ერთხელ მანქანაში ვილაპარაკეთ და მოთხრე ეს არ არის ესეთი თემა რომ 5 წუთში გადაწყვეტო ეს რთული კომბინაციაა ახლა რასაც შენ მეუბნები მოთხარი ყველა ხვდებით რატო უნდა დაარქვა მაგრამ ამას ყველა ორლესული ამბავია ხო შენ მორჩენსასო ანგარიშო ბოწინაუნდელი ცვლების უნდა დახარჯო ეხლა შევატყვე რომ ესეც იქითკენ მედის და მაგ დროს ჩატარდა ჩემო პატიცებულო ადამიანებო აი მაგ პერიოდში სადღაც 1-2 კვირის გასხოვებით ცხინვალის ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები მათი არჩევნები ნუ როგორც კიდათ ახლა იურიდიულად სეპარატისტების არჩევნები და აქეთადაც დაინიშნა არჩევნები მე იურისტი არ ვარ იურიდიულ კომიტეტში დამუშავებული მაგრამ აი ვერავინ ვერ გეტყვი ვერ ამიხსნა რა თემაზე იყო ეს არჩევნები პოლიტიკურად კი არ გეუბნებით იმიტომ რომ სად ჩატარდა და რისი არჩევნები იყო ახლა მე გუშინ უსმენდი ბატონ იმას სანაკოევს და მას ეს რაღაც შევატყვე არ ახსოვდა კარგად და არა მან არ ახსენა აი ხლა ჩვენი წიდან გამოსვლელმა მე გავიცანი ჩამოვართვი ეს ბუნებრივი იყო და მან ახსენა და მასაც ხსობებია მეც უყურებდი და მიკვირდა რაღაც ესეთ უყურებდი რომ სადაც ტერიტორიაზე ჩვენ ტერიტორიაზე მაგრამ ისე რომ ამას საზღვრები არ არის და ზუსტად არ ამბობენ ტარდება არჩევნები რომელსაც მისი მომხრეები და კარგად მახსოვს ურუზმაგი ერქვა მისი ის იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და გამოვიდა და პრეზიდენტიაო ჩვენი ამბობდა ამას მიაქციეთ ყურადღება ეს მე იმოქმედებს პარლამენტში ესო პრეზიდენტი ავირჩიეთო კი ვფიქრობდით ახლა რაღაცა უყარდათ ხოლმე ეს პროექტები და ნუ რაღაც არ უყურებ სერიოზულად მაგრამ ფიქრობ რა პრეზიდენტი აირჩიე ხა თან ახალგორში როგორ რაღაცა ყუთები როგორი არჩევნები ჩატარდებოდა კიდე იქ 99%-ია იყო გოგოით ამან 95%-ია იყო აქეთ მაგრამ აქეთსა ერევში და ქურთაში და კეუში ეხლა ახალგორში ვის რა შეინტერესებდა თუმცა ფორმალურად ხან ამობდნენ ხან არ ამობდნენ იმიტომ რომ ახალგორი ვერც მიიღებდა იქით მონაწილეობას იმიტომ რომ რა კავშირში იყო ახალგორი 92 წლიდან იყო ჩვეულებრივი საქართველოს ნაწილი არც არავითარი კითხვა დაუსვით არავითარი პრეტენზია იქ არ ქონდა მე შეხვედრა მქონდათ აი იყო ჩვეულებრივი ნაწილი ასაკურველია კონფლიქტის ზონა იყო თუმცა კიდე ამას ის აღვევდა რომ ჩემთვის საერთოდ გზა არ იყო მე არ ვიცოდი ახლა მოვიცვინე რომ გზა გავუყვანიათ ბეტონის ბოდის ბატონო ვასილ ანუ გამოდის რომ მაგისთვის სჭირდებოდათ ახალგორი რომ შესულიყო იმ ადმინისტრაციაში გარჩევნებისთვის იცით როგორ არის ეხლა მე მინდა რომ ამბავი მოგაწოდოთ ეხლა მე ბევრი ვარიანტი შეიძლება ითქვას მაგალითად ახალგორი რომ დღეს თბილისიდან თქვენ სამხედრო გზა არის ეხლა მე ჩვენთვის ვფიქრობდი 5 წუთი მქონდა თბილისიდან არის 32 კილომეტრი 35 კილომეტრი და თუ იქიდან ბეტონის გზა არის ესეთი გაჭრილი და სამხედრო თბილისის თავზე არის უკვე მოხური არავითარი გორიდან აღარ უნდა და მანამდე ახალგორი ბევრმა შეიძლება მოსახლეობა არ ეძებს უნდა ახალგორში რომ შესულიყავი უნდა გორიდან მოსულიყავ მოგევლო იცით მე უკრაინაში თუ როგორც არის მე ოძისი და ასე შემდეგ რა და ეს შეხებაც არ იყო ახლა კი გადახვიდოდი ერთხელ თითქოს თაზე ავედით რაღაცა ვილისით ვილახავეთ რაღაცა მაგრამ ნუ ეს გზა არ იყო აი ეს თემა იყო და მოკლედ აირჩიეს ეს და ეს კონკრეტი იქით იყოს და ეს სანდაკოევი არის მოკლედ ადამიანი მე არ შევხვედრი ვარ მან თქვათ ესე ბილად არ მოისურვა ალბათ ნუ არც აჩვალა საჭიროდ ესეთ სიტუაცია მიდის და არც მადამდე ხვდება არც მადამდე ხვდება რაღაც ხონდა დაინტერესდა იცი კაცვარო თქვას მაგრამ ხა ჩემი საწყელი კი არა ფორმალურად ხო ვაინც უნდა თქვა ახლა რა სხვა შეს გუშინ ახსენა რომ მე არ მეხებოდა ახალგორი ესე იგი იმდენად არ იყო საქმის კურსში და მე გეტყვით ახლა პირდაპირ მე ფერება არ მყავს რომ მას მე მგონი რომ არც არავინ არასდროს არ უთხრა რა პროექტის მონაწილე იყო და ამას მის ზურგს უკან არ ბალავდნენ მათ შორის შემთა რაღაცა რომ კაი ახლა შენო ახლა ერთხელ მე ვთქვი რომ აწესია თქვა მოვიდეს და მელაპარაკოს კაი ხე რა უნდა დაგელაპარაკოს უმითხრეს თავად პრეზიდენტმა და იყო აი ვანო დაყვებოდა ხოლმე მე არც მაინტერესებდა და მოკლედ და ეს დადის ეს სანაკოევი და პრეზიდენტია თუ რაღაც უფროსია მაგრამ პარლამენტში დაიწყეს ვიფიქრე შეიძლება ჩააგდომთქო წინააღმდეგობის გაწევა რომ ესო რა მოკლედ პრეზიდენტი თითქოს ლეგიტიმაცია აქვს მაგრამ აიღე და კაი მაშინ პარლამენტმა აიღო გამოყო ყოფილი სამხრეთ ოსეთი გუშინაც კითხვა გაჩვდა და მე პასუხისგებლობილი გეუბნები იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობაში დროებითი ადმინისტრაციის
აღდგენა და ამ ყოფილმა არავინ არ მოაწყოს არც მაყურებელი. ეს ნიშნავს, რომ ის გაუქმებული სამხრეთ ოსეთი და საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობითა დამუშავებული იყო მისი აღდგენა არავის არ შეიძლება, იმიტომ რომ თავის დროზე მათ არალეგიტიმურად გააუქმეს მას 91 წელს და სრულიად ლეგიტიმურად საქართველოს პარლამენტმა გააუქმა და კონფლიქტის თემა ერთი იყო, მაგრამ ეს ამ რეჟიმში ვიყავით ჩვენ. და მით უმეტეს ახალგორი აი რო იყვიან, კაი გაგებით არავის არ ახსოვდა. არავის არ ახსოვდა უკვე. ნუ ახლა ფრთხილად კი ვიყავით, ხანა სულელები კი არ ვიყავით, მაგრამ ფრთხილად ვიყავით. ეხლა ეს აღდგა. გავიდა 2 დღე და დაინიშნა ხო იქ მე რომ იყო რომ რატო არ იცოდნენ ახლა პარლამენტარებმა საწყედად კი რომ რამოდენიმე იყო მაშინ რამოდენიმე გზით შეიძლებოდა ეხლა აღარ ვიცი როგორ არის და პრეზიდენტმა შეიტანა და მე როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე ნუ შეიტანა და არ ჩააყენეს საქმის კურსში და პრეზიდენტიდან იყო შესული მე მაინც მინდა მე რაღაცნაირად ბოლომდე არ იყო თვითონ ამ თემაში აი ისეთი გზნობა მრჩებოდა რომ მე შემელო მასთან ლაპარაკი აი რაღაცა ღრმად არ იცოდა ეს თემა რა კარგად აი ჭადრაკივით ბევრი არ ქონდა დათვლილი ნუ ეს მისი საქმეა აი ამ მომენტში ჩაგეკითხე ბატონობას ანუ ვინმე მის ადმინისტრაციაში მის გარემოცვაში ალბათ იყო ვინც ამ იდეის რო იტყვიან ამ პროექტის ინიციატორი იყო ვინმე იყო ესეთი შეამჩნიეთ ვინც ალბათ ვინც საქმის ხურში იყო რეალურად ეს პროექტი რა არის გეტყვით ახლა მე არა იმისთვის რომ ვიღაც საომარლო დაგჭირდებოდა არც იმისთვის რომ ვინ ვაძაგოთ თორემ დუშეთიდან ისე აღმოჩნდა მოდიოდა და ჩავჯექი მაგ თვითონ მითხრა ჩავჯექით მანქანაში ეს 1-20 წუთი გაგრძელდა ესა პროფესორი ბაზალეთზე ვიყავით და დუშეთამდე და ჩავსულიყავით რა დაჭირდება 20 წუთი და მითხრა რომ შენო იქაურობასო იცნობ ნუ იცით ახლა თქვენ მე დედულეთია ჩემი სვანეთი და ნათ აფხაზეთსვანი ნუ ვიცნობ ახლა აფხაზეთსვანიც და აი ესეთიო კარგი იდეა გვაქვსო გვაქვსო ეგეუნებით რომ ზებო აფხაზეთი რომ დავარქვათო და ხო კარგიაო და ხვდებით ახლა ისთვისაც ამობს ესო მესამედიაო მთელი აფხაზეთისო აქედანო მოკლედ თუ ის ამბო ის უკვე მოხთარია ესე ზერკვიციანი სამები და ესენი უთხარი აი უთხარი რომ ორი ბოლო აქვს და ასე მანქანაში ეს დასაფიქრებელია მე არ მაქვს სრული ინფორმაცია შენ რა გარანტიები გაქვს ახლა აქაც მინდა ხოლმე ხვდები რა გარანტიები გაქვს აიდა გაქვს როგორ აქვს ორი ბოლო აქვს ახლა იმის არ იყოს დაცროხაც დავლებ მე შენ არ უშვებ ის გამიშვებს ეგეთ საკითხია ხო ის არ მიშვებსო და ეს თემა იყო მე მოკლედ ეს დაინიშნა მაგრამ ახლა ბოლო და დავითარეთ დაინიშნა და ამან სწორი თქვა ბატონო სადაკოება გუშინ და ახალგორი დაეკიდა ხაერში მამას მართლა ეგონდა რომ მას არ ეხებოდა მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალგორი არავის აღარ ეხებოდა და ეს ყოველდღიური ამბავი ხო გრძელდება ეს ზურა ენერგიული კაცი ძალიან და ნუ თავდადაცეული ისევ ჩემთან ყოველდღე ახლა შევებოდით იმიტომ კი არ მოშორებული და მახსოვს აი აღარ მაგონდება და რაღაცა იყო რომ აი მასწავლებლებისთვის რა თუ რაღაცა რაღაც საჩუქრები და გაკეთებული შეიძლება 26 მაისი იყო ეს აღარ მაგონდება და დანარჩენმა გამგებლებმა მოკლედ ისე გავაკეთეთ რომ აი ახალგორი დარჩა ისევ ჯამბულის აი ესე იყო ხაერში სადამ მე ის არ მოხდა უბედურება რაც მოხდა ხაერში ეკიდა რა ფაქტობრივად იმიტომ არც იმად ბიუჯეტში იჯდა არც იქანაო და არც აქადა და ესე შინაურულად და ესე ვიყავით რა და ეგეთი სიტუაცია იყო ეს არის რაც არის გასაგებია ჩვენ რომ მხოლოდ ამ თემით არ შემოვიფარგლოთ ერთ პატარა კითხვას დაგისვამთ და შევაჯამოთ ეს თემა თქვენ ახსენეთ სიტყვა ცირკულარი ვისგან მიიღეთ ეს დოკუმენტი ვისგან იღებდით ხოლმე ამ დოკუმენტებს შეიძლება ცირკულარი სწორად აღდგე როგორ რაღაცა იყო ცით ესე ჩანაწერი მოდიოდა ყოველ კვირა პარლამენტს რა უნდა მიეღო ვისგან მოდიოდა პარლამენტიდან ალბათ არა ჩატი არა ფურცელი ეს კარგად სად იყო მაშინ ჩატები არა ფურცელი ისიც მოდიოდა დაბეჭდილი ფიზიკურად მატერიალურად კი აი როგორც ახლა ფურცელები ყავია ესეთი რაღაცა მოდიოდა წუნებულებთან ახლა სხვასთან არ ვიცი ჩემთან მოდიოდა და ხა მე რა განსაკუთრებული ვიყავი პარლამენტიდან თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ მახსოვს ახლა საიდან მოდიოდა მაგრამ პარლამენტს მოკლედ რა აღონიზიებები უნდა ჩატარებულიყო შეიძლება პრეზიდენტისაც იყო ახლა ეს არ ყოფილიყო მართალი ითხრა ჩახედავდა წუნებულები იღებდით მარტო წუნებულები მაგრამ ფაქტია რასაც თქვენ ყვებით ბატონო ვასილ რომ პრემიერ-მინისტრმა ზურა ნოღაიდელმა არ იცოდა ამის შესახებ ამას გვიყვებით ხო არ იცოდა ეხლა გეტყვით არ იცოდა ჯამბულ ბაკურაძე მისულს
ცავარდა თულწოგოდ არ იცოდა და ეხლა მოგაედება მას უთხრა, ჯერა რომ არ იცოდა. იმიტომ რომ რადასამალი ეგეთი რამე კი არ იყო ჩემთვის დაემაღლა, ხო მაინც გამოჩნდებოდა რა. ეს ისეთი ჩაითვალა, რომ ალბათ როგორც იცოდებ ხოლმე, რომ მე ხო გადავწყვიტე და ვაკეთებ რა. ყოველ შემთხვევაში ბატონმა ჯამბულმა გითხრათ, რომ პრემიერს კითხა და მან არ იცოდა, ასე სწორია. კიდევ უფრო დავაზუსტოთ 5 წუთი მომენტიო პრემიერი არ უხსენებია და მითხრა რომ არ ვიციო. არ ვიცითო. არ ვიცი. და პალიკომ არ იცოდა აგერ და არ იცოდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის დეპუტატები არ მახსოვს მე ბევრთან არ მქონდა კონტაქტი მაშინ და ხა კუბლაშვილის სიტყვას რა ფასი ქონდა არ ვიცი, მაგრამ კუბლაშვილის მაგრამ ასე გითხრათ ყოველ შემთხვევაში. არა, ტყუილს რატომ ეტყოდა 15 წუთის მერე დავიდასტურა მართალი ყოფილაო. შეამოწმა ალბათ ქონდა თუ არა თქმის უფლება რომ იცოდა. მას ხო თავისი აზრები არ ქონდა. რამინე ეცე გითხრათ რომ აქ მე მგონია რომ ეგენი არ იტყუებოდა, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. მეორე დღეს პარლამენტში რო გავიდოდა, ხო ისედაც ყველა გაიგებდა, ჩემთვის დამალვას რა აზრი ქონდა. ყოველ შემთხვევაში რწმუნებულმა შესაბამის მხარეში, სადაც მაშინ ახალგორის მუნიციპალიტეტი შედიოდა, შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ არ იცოდა, მასთან შეთანხმებული არ იყო. გამგებელმა არ იცოდა. მოსახლეობასთან გავლილი არ იყო, გამგებელმა ახალგორის საკრებულომ არ იცოდა. საკრებულომ არ იცოდა და თქვენ გიწევდათ იქით რეკვა და გარკვევა რა არის ეს ყველაფერიო. ასე სწორია ალბათ. და მოსახლეობისთვის იყო უმძიმესი ტრამვა ეს. უმძიმესი ტრამვა. კი ბატონო, ამის შესახებ ბატონმა გელაშერმადინმაც ისაუბრა. ბატონო ვასილ, თქვენ ხომ არ გვეტყვით თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში რომელ კონკრეტულ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გქონდათ ურთიერთობა და ხომ არ არის ისეთი ინფორმაცია, რაცაც თქვენ ფლობთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, რაც მაშინ მრავლად იყო და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რომ კომისიას გაუზიაროთ. გალბათ ახლა ალბათ ბევრი ინფორმაცია არის, რომელიც ახლა მე რაც მიმაჩნია ახლა რომ და 15 წუთი მინდა ზუსტად არც მეტი, არც ნაკლები და მე თუ კითხვები გექნება ზუსტად მინდა რომ მოგიყვეთ, რაც მე მგონია 18 წელიწადია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ჩემთვის მთლიანად ახასიათებს იმ ყოფას, რაც არის. ეს არის სულ 4 გვერდია და 1 გვერდი მანამდე მინდა რომ წინაპირობა გითხრათ. და დაინახავთ რომ აი ბედი და სამართალი ურმით დადის, მაგრამ 18 წლის შემდეგ გამოდის ეს ღიად სააშკარაოზე. ხერხულად არაფერი არ არის, მაგრამ სოზარი არის ერთ-ერთი მომის მონაწილე. სახოთ და წაიკითხავთ ამას, იმიტომ გიკითხავთ რომ დოკუმენტალურად დავიცვა. ეს არის ამონაბეჭდი სახალხოდამცველმა წაიკითხა 2008 წლის 30 დეკემბერს მოხსენება და მე მის გვერდზე ვებზე გამოქვეყნდა და იქიდან ამონაწილს ვკითხულობ. ამიტომ რომ ვიყურები აქეთკენ, ამიტომ რომ სიტყვას ყველაფერი წერია. სახალხოდამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის 30 დეკემბერს ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასკვნის სიტყვაში პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2007 წლის 4 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრის შესახებ. სადაც 2007 ნოემბერში პარლამენტის მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა მასობრივი ცემისა და დაშინების საკითხი განიხილებოდა. სახალხო დამცველის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად 2007 წლის 4 ნოემბერს კვირა დღეს ღამის 9 საათზე ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო ბერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. მათ შორის იყვნენ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო ბერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ბადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით გეზარეშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სხვები. გუბერნატორები ამათ ვიტყვი ყველას. ვანო ბერაბიშვილმა დავსწრებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა. ცემა უნდა მოხდარიყო ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეში შეიძლებოდა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით მოშავო ტიპებისთვის ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ, ოპოზიციის ხარდაჭარ ბიზნესმენებს კი დავით გეზერაშვილი მიხედავდა. ეს ოზარის სიტყვებია იმ დოკუმენტიდან იღებს, რომელიც მას მიაწოდეს. მინისტრმა ცების ბიზნესი შედეგნაირად ახსნა. აქტიური მომიტინგეები აუცილებლად დაიწყებენ ბლატაობას, მას ის უთქვია, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას.
აი ეს არის ის მოტივი, რომლის გამოც უნდა მოხდარიყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებისა და ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების ცემა. სახალხო დამცველისთვის ამ ფაქტის შესახებ იმავე ღამეს დეტალურად გახდა ცნობილი, მაგრამ სწორედ ისინი, ვისაც ეს უნდა გამოეზია აღნიშნული ფაქტი, იყვნენ ამ ცემის პოლიტიკის მთავარი დამგეგმავები. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა გააძლიერა მონიტორინგი აქციების მიმდინარეობაზე. სახალხო დამცველმა გადადო თავისი ვიზიტი საზღვარგარეთ. 7 ნოემბერს სახალხო დამცველი და მისი აპარატის თანამშრომლები, რომლებიც თავადაც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, მთელი დღე აკვირდებოდნენ თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმელები, პოლიციის თანამშრომლები და უკანონო შერაგების ფორმირების წარმომადგენლები მშვიდობიან მომიტინგეებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, წერია, რომ შსს-მინისტრთან 4 ნოემბრის ჩატარებული თათბირი განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევა და ზედმიწევნით შესწავლად საჭიროებს. ცემა გამოცხადდა პოლიტიკა დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. აღნიშნული საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, რადგან არც ერთ სხვა უწყებას ან სხვა სახის კომისიას არ გააჩნია ეს უფლება მოსილება, რომელიც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველმა საქართველოს ორგანული კანონის სახალხო დამცველის შესახებ 21 მუხლის ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილის თანახმად მიმართა საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოაღნიშნულ ფაქტს, ხოლო თავის მხრივ გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნულ კომისიას გადასცეს ყველა მტკიცებულება. ამ ეს მერე წერს ამათ ბევრი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ვრცელდება, ამათ თურმე ტყუილი ამართალია, ეხლა ეს გვერდზე გადავდო და ახლა მე მინდა წაიკითხო. ეს მე ვიყავ ვინც მივაწოდე სოზარს ინფორმაცია, მე ვეცრებოდი იმ თათბირს 4-ში მორჩა თუ არა ეს თათბირი, იქიდან გამოვედი და პირდაპირ წავედი სოზართან სახლში. ცხოვრობდა მაშინ დიმიტროვის ქარხანასთან. ავედი, გავერდით ახლა ცალკე ოთახში და მოუყევი ეს ამბავი და ესე რაღაც უბედურებას დაატრიალებ. მოთხე ქვეყანა არ არის ჭკუაზე. ეს არის გადატრიალება, არის ქვეყანაში მოხდარი რაღაც საშინელებაა და ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობა და რო ახლა ვარ თამაშობ და მაშინ ახლა ვინ მოიგონებდა ამას სათამაშოდ და მე ხარ ვიცი იქ რაღაცა და გადადო ვიზიტი, ახლა ლიტვაში მიფრინავო მითხრა, გადადო ვიზიტი, სხვათა შორის სიურპრიზად მოვიტანე, მე მომიძიე და ბრძანებულება მაქვს მისივე ბრძანება, როცა გადადო ვიზიტი, ეს ისე რომ ეს დაჭერება საძიებო, რომ ბრძანება გადადო გაუხვა თავის ვიზიტი. ახლა მე ვერა წავედი სახში, მაგჩვევა თუ არ დაგიმალოთ, მარტო ეს არა რომ წერ ხოლმე რაღაცებს, რა ჩემთვის შავი 9 აპრილზე მაგ დაწეული გამოქვეყნებულია და დავჯექი და დავწერე 4 გვერდია ხო, წაიკითხე და მას წაიკითხა. რაც ვნახე და მოვიცვინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს. დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვეტე ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის 24 საათია განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ იმაჩნია, რომ ვალდებული ვარ სხვასაც მივცი ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე. მხოლოდ ფაქტი. აგეთი ორი უწმაწური სიტყვა, რაც იყო და ემად ბოდის გიხდით, მაგრამ ნუ მიხვდებით იქ სადაც არის არ დავთ. გუშინ 4 ნოემბერს კვირას დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო 4 ნიშნა ნომრიდან. ავიღე, ქალბატონმა მითხრა ელაპარაკეთ შს მინისტრის თანამშრომელს. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა. ესა და ესა ვარ, გვარსახელი არ მახსოვს. პირველად გავეგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ძნელობიანად მასწავლა დღეს საღამოს 9 საათზე მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებდო. დავეთანხმე, გავთიშე ტელეფონები. დაურეკე ჩემს უთხარი მოსულიყო 20 საათსა და 15 წუთზე ვიფიქრე. მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალათ ხელი, თუმცა უპრობლემოდ მივედი და დაახლოებით 9 საათი შსს შენობის პირდა გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რო მოვიდე, შევედი შენობაში, ლიუთან შევხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედი და პირდაპირ შევედი ვანო ბერაბიშვილის კაბინეტში. იქ დავხვდნენ ვანო ბერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურა ბადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი, კითხვის ნიშანი მიწერე, იმიტომ რომ იქ ამბობდნენ და მე ჩავთვალე, მე არ ვიცნობდი მას და ჩავთვალე რომ ამირან მესხელია და ამიტომ კითხვის ნიშანი მიწერია, მე აღმოჩნდა რომ ეგ არის. დამორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო ბერაბიშვილი და ვიფიქრე მესხელი თუ არის მეთქი. რომლის თანამდებობაც არ ვიცი. სამცხეთ-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჭიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე,
და ქვემოქალაქის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი. ვანო ჩქარობდა დავიწყოთ. ვიღაცამ თქვა საცაა მიხოც მოვაო და მართლაც 2 წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი ოქრაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუბრა ვიღაცა. მე გაუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო. გარკვეული პერიოდის წინ ივლის-აგვისტოში მიხოზე საუბრები მიდიოდა და არც თუ უსაფუძვლოდ რომ შეიძლება ოქრაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურა მას დაუწყო, როგორც ამობენ ერთ პერიოდში ჩიჩქნა. მიხო მიხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდით დაჯდა. მელიქიშვილმა თქვა გიანაცვლიშვილმა კახეთის გუბერნატორი ამირეკა სარტიჭალას გამოცდიო კირკიტაძე ეხუბრა შერაზგირეკავს ვიზას ხوارკთხო ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკო საიდანაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთი კი ტიკტოდა და როგორც ყოველთვის ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა დადაეკ ხმალი ხوارგონია ხარაკის ხანჯალიაო. მაშინ სიცილი ჩევსკა გამოაცურა მაგიდაზე და მაშინეს ვასიკოსთვის დამითმიაო. ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი სამი კვირის წინ მწვავე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო მისი სახლის უკანონო შეგლობაზე ჭოპორტის ტერიტორიაზე მე დაანგრიეს ის სახლი პიწმინად, ახლა კვალს ვერ დახავთ. და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა. მანამდეც გამეხურეთ ამ თემაზე 1-2 თუმცა ეს ორაზროვნად როგორც ხელისუფლებაშია მიღებული. ვანო გაიცინა მართალი არ გეგონოს არ შეშინდეო. არც მეშინია თქო მეუთხარი, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც თარობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდის აქ ხარაკერი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი მეთქი. ეს თქვენ გაიხუმრეთ საპასუხოდ. თქვენ ამბავს გვიყვებით, კი ბატონო. ეს ახლა რატო არის ამბავი აი პირდაპირ აცმიდის დოკუმენტურად არის აყოლტორე. მანომ გვეჩქარება ვეღარავის დაველოდებით თუ დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით. ზედმეტება დაგტოვონ ხელს ნუგვიშვილი ოტიაშვილთან თუ ოთიაშვილთან მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ არც ახლა ვიცნობ. კარგა გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა ღლაბუცობდა ნუარღო ადამიანის უფლებებსო და სვიტს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. მე მართლაც იპოვა სვიტზე ბიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მეფიქრია, მას ხო ხუთში ვწერდა. დღეს დაბეჭდება რჩება წინასწარ შეთანხმებული ვიყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ანუ კიდევ ბიხუბრასავით, საერთოდ მთელი თათფირი პირველი ნაწილი სიცილ-ხიტხიტში მიმდინარეობდა, მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღებებოდა. კიდევ ვინმე ხო არ არის ზედმეტიო, მე გოკა შეხედა და აი კიდევ ერთი ზედმეტიო, მაგრამ რადგან დარჩი იყავიო. ახლა ამ ეპიზოდს რო ვიხსენებ, გონია რომ გოკა ვერ ვიხტო, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა. რადგან უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათვალებით უნდა დარჩენილიყო. რა პოზიცია ჰქონდა გოკა? კულტურის მინისტრი. კულტურის მინისტრი ესწრება ამ თათბის შინაგან საქმეთა გუბერნატორები და ეს ძალოვნები. კი ბატონო. რეალური მთელი ძალაუფლება იქ არის. რეალური ძალაუფლება რაც არის. ცხადია მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ რაც შემდგომ გითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში ასეთ საჩოთფირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმად ყოფნა არაფერში შირდებოდა. თუმცა ვიმეორებ ეს ფიქრი შემდეგ გამიშთა. მაშინ კი სხვა რამ მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის 2 წელიწად ახევრის განმავლობაში არ მომხდარა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთ-ერთ შეგვხედროდა გუბერნატორებს. მეტიც ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დიდი მიხედვით ამას არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იყოფნა. ძალოვნების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი საკმაოდ უცნაური ჩანდა. ზოგადად ვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე PR კამპანიით გადაფარვაზე. მერაბიშვილი სამუშაო მაგიდის მარჯვენა მართკუთხა მაგიდის ერთ თავში იჯდა ზურაბ ადეიშვილი. ახლა დავალაგოთ ყველა კითხვით ასე ვაკეთეთ ის და მადლობა რომელიც ზემოთ ჩამოთვლის ხო რაჭის გუბერნატორი რომელიც ზემოთ ჩამოთვლისას გამომჩა შიდა ქართლის გუბერნატორი ამირან მესხელი თვითონ ვანო მეორე თავში იჯდნენ დავით კეზერაშვილი აქეთ იყო დათა ახალაია მეორე მხარეს დავით კირკიტაძე კაკო ბობოხიძე გოგა ხაჩიძე მე ვასილ ბაღლაფერიძე და გოგა გაბაშვილი ჩვენს უკან სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი ალბათ ვანოს თანაშემწე დაიწყო ვანო ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარია პირველი, უნდა იყოს ძალიან ხნეთ. ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ადიჭებთ, რაც ქუშაში ხდებაო. ეს ხიარული. ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა ნაწილისა, რაც ახლა უნდა გითხრათ. ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო. და მონოლოგის სახით გითხრა, ის რაც თავში ვთქვი, რომ და რაზეც 2 დღე ვფიქრობ. ეს ნაწილები ძალიან გაბლატავდნენ. 2 დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ 4 წელი ვიბრძოდით. მართალია დიდი არაფერი ძალა არ აქვს, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რო თქვას, რაინებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინ ჩამოვიდა,
დაწიჩაბოა ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენს აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, გუბერნატორებს მოგვართოს. შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამოსვლის. შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავე. არა სახალხოდ, არამედ სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან და ზუგდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად ქუთაისიდან და დაუნგრევენ თირკველებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს დებართვას სიცილე. პროკურორი, მე არაფერი გამიგია, ჩუბად ვარ და რომ რჩება, ყველაფერს მერე გეტყვით, რასაც ვფიქრობ. ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემი ყოფნაში თქვა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ, შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს, დავიჭიროთ და დედა მოუხდათ. მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახე ზერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკველებში, მუცელში. ვინც არ იცის როგორ გაირაოთ კონსულტაციები ახალაიასთან. ჩემგან მარჯვნიდან კეზერაშვილისგან და ახალაიასგან ბობოხიძე და დუდო კირკიტაძე არ იყვნენ მათხვას ვიცნობ, ისმის სიცილინახელი რეპლიკა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება. ვანო განაგრძო, განსაკუთრებულში აუცილებელიც კი არა, უღოდ განსაკუთრებელში. ასეთებიც ბევრი ვიცით, იცინის. ვინ ცოტა მოშავო ანეგეთი ტიპი ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოულით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ. ამ საკუთარ ხუურობაზე საკმაოდ ცინა. შემდეგ გააგრძელა, ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგზე დამყოფი ადამიანები და იქ იწყებენ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას. გალახული კაცი კიდევ არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას. ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდა ჩხოროწყუს განგებლის გალახვა და არ დავანებეთ, წამოიძახა გოროზიამ. არ დავანებეთ კი არა, ისა, თუ რამის თავი ქონდა ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან. ჩემგან მარჯვნიდან იყო ვიღაცის რეპლიკა. გოროზიამ ჩაიბურდუნა რაღაცა და გაჩუმდა. ხაჩიძე მithova რაღაცის თქმა მინდაო. ვანო გისმენთო. მე ბევრი ვფიქრე შექმნილ ვითარებას და მგონი არ იქნება ცუდი, თუ გაუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება თუ ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევენ. კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა. არ არის ახლა ამ სისულელეების დრო. ახლა თეორიების და ხაერჩი ფრენის დრო არ არის. ლაპარაკი ამბოზების ბოლომდე ჩატ იმაზე. შექმნით ჯგუფებს გუბერნატორებს ეუბნება. პირველად რომ დაბეთქევენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარჩი შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოცადეთ. ორი საქმე კეთდება. ბოზები იტყნებიან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ. ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინ ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია, შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და ბეხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ. იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვაქვს ლაცდობის სპორტსმენები, მსახიობები, ეგეთი ტიპები. დაურეკეთ და გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ. ოღონდ ფული არ მომთხოვოთ, იცინის. ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით. ჩემთან ყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშია, უპასუხა ახალაია. აი ასეა სხვებთანაც, ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია. დანარჩენს მერე მოუყნავ დედებს. ერთია რომ დაგვრჩეს უყურადღებოთ. თავარია მიტინგზე წასვლის შეეშინეთ. ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი, ზოგზე ასე ვიმოქმედებ, ზოგზე ისე. ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შოვა, ზოგ ჯიბეში ნარკოტიკი, ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე, დედებს იმას ვიზამთ. უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გაუნახევრებთ, იმათ შევყარით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი დუროჩნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი თუდებ გზების დეპარტამენტის უფროსი იყო რომან დალაქიშვილი. ვითომ დაალაგა, ჯერ ერთი თუდებ ისედადე ხელით ვერ გაწიო. თან 50 ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა. მერე ციცილით გააგრძელა. სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენები გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ აგვაქვსო. ახლა უფლებებიც გაგვდა ფუნქციებით გამოიყენეთ. რადო დაგვიდგა კაკო რომ შეიდახმარობა გჭირდება. კაკო სიტყვის მასალა თუ ადრესატი ყველა გუბერნატორი ვიყავით. ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისში ჩვენ მივხედავთ, ახლა მოვჭით, სხვა საქმეები გვაქვს. შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც, მაგიდასთან არ მოსულა, მადუს მაგიდასთან დაჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა ნაცრულშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შეიგულისთვის თავი და ვერ დავიწყებთ, დარჩი და მიხვდებიო. წამოვედით.
დარჩნენ მელაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა კეზერაშვილი, ახალაია გაბაშვილი, კირკიტაძე ნაცვლიშვილი, შეიძლება ვიდმე სხვაც. ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერი ორი ფორმაციას დავუწევ. ეს ჩვენ წაიკითხა, მაგრამ თარგმნეთ ძალიან მალე ინგლისურად და იქ ბევრი ადამიანი იყო და მაშინ იმ ქალბატონმა ვინც ეს თარგმნა ახლა არ დასახელება, ეს იყო გბირობა ეს როცა გააკეთა მაშინ მისგან, ახლა ჩვენ გაირაცაკე და სოზარი აი ამის გამო მე ახლა ბოდიშს არ მოვხვდი ამას პირიქით და ეს მისი ვალი იყო და ჩემიც ამდენი რაც ამას შეხვდა იყო ძირითადად ამის ეს რაცაკვირილი ერთი კვირის მერე იცოდნენ ახლა ჩვენი მეგობრები საკითხი იცოდნენ ამის გამოთვლას არაფერი არ უნდა მაგრამ ახლა რა ვშველოდა არ გამოვაქვს დღეადღაც იმიტომ რომ სოზარმა მე რაც ვიცი ესე ჩააყენა საერთაშორისოები ვატიკანის ელჩი რომელიც იყო ძალიან კაი კაცი და მითხრა მან პირადად რომ და ინგლისური თუ აი მე ყველაფერს ვიძავ და გვერდზე დაგიდგები უსაფრთხოებს. ჰამერბერგი ჩააყენა ევროპის კომისარი. პიტერ სევნევი ამერიკის ელჩი. მე ხლა არ ვზარმინდა ერთ-ერთმა ელჩმა დაბწერილებს ვაძლევდით და ნუ შეწუხებული ყველა ამბობდა პირადი უსაფრთხოება ეს როგორ შეიძლება. გარეთ არ გამო. ერთ-ერთმა ელჩმა ეს არ დამოიწოდა არასდროს აი კინოკადრია. უთხრა რომ აი შენო შეგიძლია შემოხვედრო ეს კაცი იმათ არ ეუნებიო პარლამენტში შეგახვედრებ უთხრა. ნუ ამას ეუნება როგორც აი ხუდოცრეუნებიან ხო შენგან გაუთხრელობა იქნება და შევედით ამ სოზარმა შეიყვანა საходამცო სხვა ოთახში შევედით რომ შეიძლება ნამისპენელო და მე ლაპარაკა დაადასტურა და ეს ინგლისური გავედა ხელში ვაძლევ ამას ვაწყობ ამ დროს თქვენ გუბერნატორი არა მე წამოვედი მე წამოხვედი არჩევნების მერე წამოვედი ცალკე თემა არჩევნები მე შემდგომ ამბავს ყვებით ახლა ხო როცა აღარა ხო როცა აღარა ვარ უკვე და ვაწვდი ამას. სხვაობა ყველამ გაუმართვეს, აი ხამარ ნაგუდილად ხარა უნდა თქვა ჰამერბერგი. ეხლა ჩვენ გადავჭით ცოცხლები ალბათ ერთ-ერთი ამბავი იყო ხა მათ ეგრე გავუჭირდებოდათ. და რო გაუწოდე ერთ-ერთს, მან ხელები წაიღო უკან. ეს შეუძლია არის კინოკადრი. მას არ უნდა აეხო. აი რო არ გინდა რომ რაღაცა გაიგონო, რომ მოისმინა ამანაც კი დატანჯა ამ ამბავმა, იმიტომ რომ ეს ნათელი იყო რაც იყო და ეხლა რა ტაქტიკა აიღეს თქვენ. სოზარი ამას იმეორებს წლებია და ამ შექმნით საგაბოძებო კომისია. ისინი ამობენ. არ შევქმნით, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი, მათ იციან ეს ამბავი და არ გამოვაქვთ, იმიტომ რომ გამოიტანონ. ამიტომ არ ვაბარ, საკმარისად ისე ვიყავით ახლა რომ ფიზიკურად ვეღარ გვიზამეთ თაჩვაყო და ამიტომ არ იმჩნევენ. და ერთ-ერთი კომენტარი ახლა აღარ მოგიძებნით, წერს სარკი ჟურნალისტია თუ პრესაჯის ჟურნალისტი მე დიდი ამონაწერი ხარ დღეს არ და წერს რომ ესო მოიტანა სუპერ სკანდალური ინფორმაციაო და მე მეგონაო რომ ერთი ამბავი ატყდებოდაო და დეპუტატებმა გადაწყვეტეს ღიმილით არ შეემჩნიათ ეს ამბავიო მთელი ეს თემა აი ეს იყო ბატონო ასე და აღარ შეგახებთ და აი ამდენი ხნის რადგან სოზარი ამობდა მაინც ესე ყოფილი აზრი და აღმოჩნდა რომ ისევ საგამოძიებო კომისიაზე მოვიდა რაც სოზარი ამდენი წელი ითხოვდა და თვითონ აღმოჩნდა საგამოძიებო კომისიაში ახლა და მოვიტანე და ეგეთ არის ამდენი წლის მერე კი ბატონო 18 წლის მერე 18 წლის მერე ბატონო ვასილ თქვენ იმ ელჩს რომელსაც შეხვდით ხელები უკან ვინც წაიღო როდის იყო ეს რომელ წელს და ვინ იყო ეს ელჩი გეტყვით ეს იყო მოკლედ მე ჩაიარა არჩევნები ჩავატარეთ რომელი არჩევნები აი პრეზიდენტის 2008 წელს ხო ესე იგი ეს ხო 4-ში დაიწერა 4-ში მოხდა 5-ში დაიწერა 7-ში იცება ხელ და 10-ში გადადგა თუ გდებათ მე გეტყვით რომ 10-ში გადადგა და შიგნით მოძრაობენ და მე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა ისეთი რომ ნინო ჩამოვიდა ილია ჭავჭავაძის იუბილეი 10 ოქტომბერს მოგეხსენებათ და აი ისეთი სიტუაცია იყო ნინო და მე ფაქტობრივად არ დაგვალაპარაკს მე ცოტა აქტიური მოქმედებების ვიყავი და მე არჩევნები ჩავატარა ტრაბახით არ გეტყვით და 19-იანეთში გამორჩეული შედეგი იყო სიმართლის თვალსაზრისით ამაზე თვითონაც ავდნენ ეს ალკე მათი დაბოღმისება იყო და მორჩა ეს და მე წამოვედი და ეს ალბათ იყო რო თარგმნეთ სოზარ ალბათ იყო თებერვალი ხო იანვარში თარგმნეთ ალბათ და სადღაც ესე რა აი ნუ მაშინ 2008 წლის თებერვალში და ვინ იყო გამჭირდება და მე იცი ანა იყო ამერიკის ელჩი ან იყო სემნევი აი რომელი იყო ვინც ხელები უკან წაიღო და არ გამოგართვეს საერთოდ ბევრი ცდილობდა აი როგორი სიტუაცია იყო თავდადროხია მე ერთხელ შევდა მთელი აფხნის გამარლობაში და
ეს იყო შეიძლება მე არა ვარ ესეთი მიამეტი მეჩვენებოდეს არ ვიცოდე ამის რაც წერია აქ ეს ხო სახელმწიფო აღარ არის აღარ გინდა მე განხილვა და ეს ცდილობდა რომ არ შეებჩდიათ იმიტომ რომ ეს ახლა დემოკრატიის შუქურათ იყო გამოცხადებული და მე მას ეს უთხარი რომ მე ამას შეგინან ვიცნობე უცხო კი არა ვარ მე პირველი შემოვედი თქვა პარლამენტში გინდა ცოდად ჩამეთვალეთ გინდა ემათ ის რო იყო ვარდების რევოლუცია სხვადასხვა ეს გეტყვით როგორ თუ კარგად მიდიოდა ნაციონალების საქმე მე ამოჭრილი ვიყავ ხოლმე და თუ ცუდად მიდიოდა მე შემოვდიოდი ხოლმე პირველი ხო და მე ვთხარი ეს ვიცი თქო და ეს რომ ხო ისმენდნენ წუხდნენ თან ვთხარი აი ქვეყანაში წარმოიდგინე ამას ეუბნებოდა რომ რატო სხვადასხვა რო კითხეს რატო ვინმეს არ უთხარი ესეც შეხვდება ჯულან ფელი საგამოძიებო ის იქ იყო და ერთი სოზარი იყო და მეორე პრეზიდენტი ეხლა მე ხო ატყობთ ესეთი მიამეტი ვარ ეხლა მეკითხები ხო მიშა მიცოდა ასაკურველია იცოდა მაგრამ ეხლა იქ არისო იმიტომ რომ მისი სიტუაცია არც მოვიდოდა კიდეც რა უნდოდა ხა მაგ აი ეგეთი თემა იყო მაინც მე მგონია რომ წარმოდგენა შევიკვდა და შეიძლება რომ უყურებ ხოლმე ამ რეჟიმიდან რასაც გინდა იმას იზამდა რა უნდა გაგვიკვირდეს აი ეს არის ბოდიში კი ბატონო ბატონო თუ ბატონ თენგიზ დასავს კითხავს და მანამდე მინდა გთხოვოთ რომ ეს თქვენი რაც წაიკითხეთ თქვენივე თვალით ნანახი და ყურით მოსმენილი 2007 წლის 4 ნოემბერს ანომერაბიშულთან თათბირზე იქნებ ჩაგვაბაროთ და ჩვენ ოფიციალურ ცნობად მივიღებთ ამას და გამოვიყენებთ დასკვნის შედგენისას. ასევე სხვა დოკუმენტი თუ რამ გაქვთ წამოღებული და თვლით რომ კომისია. აი საბაგეთს უკვე ნუ ეს თუ ვიღაცას ხო ორი როცა იყო რომ აი ერთი ამას ჩაგაბარებთ მეორე სოზარი ბრძანება რომ პირველი სოზარსუბალის ბივლინების შესახებ თვითონ მეაწერს ხეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გაუქმდეს 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება იმ ნაწილში რომელიც შეეხება შევსრულებას ლიტვაში და ეს მოხდა თქვენ ისტორიას იმ ღამეს ხო მას მერე რაც თქვენ მას როგორც გუბერნატორმა აცნობეთ სახალხო დამცველს რომ უბედურება მზადდება ბატონი თენგიზი მოგესალმებით პირველში ეხლა თქვენ რაც აგვიკითხეთ მე პირველად მესმის თუმცა არ გამიკვირდა მაგრამ მართლა პირველად მესმის და გამიჩნდა აზრი ასეთი რომ აი ეს რაც თქვენ მაშინ ნოემბრის თვეში მოხდა ეს იყო არაერთჯერადი იმიტომ როდესაც 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებულ ფაქტებს ვისმენდით აქ ყველა ამბობდა რომ ყველა მთელი ეს მოედანი იყო გადაკეტილი და არავის ევაკუაციის საშუალება არ ჰქონდა, გაქცევის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს წესი რომ ყველა უნდა დაისაჯოს, მაშინ ჩაიყარა ამას საფუძველი და მე სულ ყოველთვის ასე კეთდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც შეუძლებელია შენ თუ ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი ან ძალოვანი, როდესაც მასობრივ მიტინგს შლი რა თქმა უნდა პირველი შენი ამოცალა რომ ეს ხალხი დაიშალოს და რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას და როდესაც პირიქით ალყას არ ტყავდა ესე იგი წინააღმდეგობაზე მიდიხარ ერთადერთი რაც საფიქრალი რჩება არის ის რომ დასჯა მოხდა რა ხო და ეს ერთიანი იმ მეორე თათბირზე რა თქმა უნდა თქვენ ვეღარ იქნებოდით უკვე როდესაც ის იგეგმებოდა კალყის დარტყმა მაგრამ როგორ ჩანს როგორი საბეჭდილება გრჩებათ რომ ეს იმ დროს შეიმუშავებული პოლიტიკის გაგრძელება იყო ხო ეს იყო მე შეფასებას კი არ გავთ რაც უყურე ეს იყო მართვის მეთოდი და ეს იყო ერთადერთი მეთოდი რომელთაც მათ მართვა შეელოთ იმიტომ რომ ეს არაარჩევადი ხელისუფლება იყო იმიტომ რომ აი თუ გახსოვთ ის ახალი ადამიანის შესახებ თეორია რო იყო და ცუდი ვართ თუ კარგი ვართ დღევანდელი საქართველოს და კიდე გარახას იმ ახალ ადამიანად გარდაკეთება სურვილი არ ქონდათ ამიტომ ერთადერთი საშუალება იყო ტერორი ამას არ მალავდნენ აი შინა ისეთი რომ ტერორი უნდა ყოფილიყო და აი იმ ტერორით უნდა შეენარჩუნებინათ ეს ვითარება ეს და აი ეს თემა ცნობილი რაც ახლა მოგეთქვით 30 წელი ჩვენ სულ უნდა 30 წელი ვიქნებით და სულ ვიქნებით და ეგ ამბავი იყო 50 ვიცოდი და 30-ს ამბობდნენ რაღაც ესე ამბობდნენ ხოლმე ხო და 30 იყო კი ბატონო ბატონი სოზარი და უნდა დავხუროთ ხდომა კი ბატონო უბრალოდ მინდა ისე ცხინვალის თემას მიუბრუნდეღოთ ბატონმა გელა შერმადინმა რაც თქვა იმაზე მინდა გავაკეთო რეფერირება ბატონმა გელამ ბრძანა რომ როდესაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სრულიად ხელოვნურად შეუერთეს ახალგორი ამ ოლქს იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო ცხინვალის ნაურის ჯავას რაიონები სამი რაიონი ავტონომიისთვის იყო ძალიან პატარა და ამიტომ ახალგორი ხელოვნურად შეუერთეს ეს იყო 22 წლის 1922 წელი
90 წელს უბრალოდ პატარა ისტორია მინდა მოვყვე, იმიტომ რომ რამდენიმესგან მოვისმინე სხვათა შორის ახალგაზრდების გამო თქვენ როცა ლაპარაკობთ ამ თემებზე, ხშირად ვერც კი ვხვდებით რას ლაპარაკობთო და მინდა განმარტება. 90 წლის 30 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოუშვეს ესეთი დადგენილება მიიღეს, რომლითაც გამოაცხადეს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად და დამოუკიდებლად რა საბჭოთა კავშირისგან, არამედ საქართველოსგან დამოუკიდებლად საბჭოთა კავშირში შესვლა. 22 ნოემბერს სვიად გამსახურდია დროინდელმა პარლამენტმა გააუქმა ეს დადგენილება და ამაზე შორს არ წასულა, ოლქი დარჩა ოლქად, თუმცა იმის გამო რომ გაგრძელდა ასეთი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ქმედებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე 11 დეკემბერს გაუქმდა ეს ყოფილი ავტონომიური ოლქი. ამის შემდეგ ოლქი აღარ არსებობს, ახალგორი, როგორც ბრძანეთ, არის შემადგენლობაში მცხეთა მთიანეთის და ისტორიულად მართლა აქეთ ბევრად უფრო სწორია მისი ყოფნა და სააკაშვილმა რეალურად აღადგინა. აქ ბრძანებულება მაგალითად ჯერ კანონი იქნა მიღებული, შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულება 2007 წლის 10 მაისს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ. პირველად გაჩნდა ტერმინი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უკვე, მას შემდეგ რაც სვიად გამსახურდიამ გააუქმა და ერთი ძალიან უცნაური რამეც წავიკითხეთ. ერთ-ერთ პუნქტში აქ წერია, რომ უნდა აკეთოს ამ დროებითმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი ავტონომიური ოლქის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. თითქოს არაფერი, მაგრამ ანუ საქართველოს ხელისუფლება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გამიჯნულია ერთმანეთისგან. თითქოს რაღაცა უცხო ქვეყანას ელაპარაკები, იქიდანვე არის ჩადებული ასეთი ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაღმები აი ამ თელ ამ ისტორიაში და მათ შორის აი ამ პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 2007 წლის 10 მაისით არის დათარიღებული. ეს იმ ფონზე, რომ მათ მიერვე დანიშნულ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელსაც კანონში ეს ფუნქციები ჩაუწერეს და ტვირთი დააკისრეს და გუშინ მოგვიწია სამჯერ გამეორება, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარეს მეთქი. მას აზრსაც არ ეკითხებოდნენ და რეალურად კონტაქტიც კი არ ჰქონდა პრეზიდენტთან ან რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირთან იმისთვის, რომ რაიმე ტიპის სამუშაო დიალოგი ეწარმოებინათ, არამედ თუ პოლიტიკური დიალოგი და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საარქივო მასალებსაც შევისწავლით იმისათვის, რომ სრული სურათი ჩამოყალიბდეს დასკვნაში და რაც მთავარია, თქვენ ამის დაიწყეთ სწორედ ბატონო ვასილ, რომ ახალგაზრდა თაობამ ფაქტებზე დაყრდნობით დაინახოს, რასთან ჰქონდა საქმე. სანამ სხდომას დავხურავთ, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ მედია საშუალებას, რა კი არქივი ვახსენე და პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ჩვენ არაერთი ვიდეო მასალა დაგვჭირვებია ბოლო კვირების განმავლობაში და როგორც ტელეიმედია, ასევე საზმაუწყებელი და ერთსულოვნება, ასევე ტელეარხი მაესტრო რუსთავი ქმედით დახმარებას გვიწევენ, ეს დახმარება ჩვენ მომავალ თვეშიც დაგვჭირდება და რა თქმა უნდა გვექნება ამ ხარდაჭერის იმედი. ერთი რეპლიკის უფლება მოცეთ, რომ იცოდე, ამავე დროს ეს ერთ-ერთი ცალკე დანაშაული ჩვენი პროკურატურას გასუფთავებულია პოლიტიკური ნიშნით, ამდენში ვერ ყვევი, ახლა იცით, ეს საზოგადოებრივი მოუწყებლის არქივია, წასვლისად გაასუფთავეს ძალიან და ნამუშევარია ძალიან მაგრად. თუმცა რაც დარჩა, ახალშობილად ვერ წაშალეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი მასალაა და ის რომ ეკაზულაძის უამრავი სხვა, ეს ცალკე თემა. აი რაც გვახსოვს, მაგრამ მე ახლა ადამიანის სპეციალურად წესია, მაგრამ ადვილად არის იპოვება ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ასევე ჩვენ ვინაიდან ნახვამდის ბატონო ვასილ, ბოდიში რომ ვერ გაცილებთ, სამდივნოს ვთხოვ რომ გაგაცილოთ ნახვამდის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, თქვენ კი იცით კოლეგებო, გვიგრძალავს, არ გვაძლევს უფლებას, რომ პლენარული სხდომის პარალელურად ჩვენი კომისიის სხდომები მიმდინარეობდეს, ამიტომ დღეს ჩვენ ამით შევწყვეტთ მუშაობას და სხდომები განახლდება 30 მაისს და ჩვენ იმ ორ პირს, რომელსაც კოდორის დალის ხეობის ოკუპანტის სახელმწიფოსთვის ჩაბარების თემაზე აქ ქონდა სურვილი რომ გავსაუბრებოდით, ეს მოხდება 30 მაისს 10 საათზე და ჩვენ გვეყოლება სავარაუდოდ 3-4 პირი 30-ში გამოსაკითხი. სხდომას დახურულად ვაცხადებ და გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.